მოგესალმებით, 13 საათი შესრულდა სრულიად საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიწყებთ გადაცემას დიდ შესვენებას. 1 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ თქვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო თემებზე. ამას გავაკეთებთ ჩვენ სამნი. ნინო გორჯელაძე, ანი ნინიძე და თქვენი მონამორჩილი გიორგი წულაია. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ მეგობრებო, გამოიწეროთ ჩვენი სოციალური გვერდი, როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. მარტივად შეგიძლიათ თქვენ ნახოთ ჩვენი გვერდები დიდი შესვენება, მარტივი 100-თა კომბინაციით და თუ ვინძლო არ იქენით ცისფერ ეკრანებთან, მარტივად თქვენს гаджеტებში შეგიძლიათ თვალყური გვადევნოთ. ეხლა კი მოდით დღეს ვნახოთ თუ რა გველოდება გადაცემაში. ნახოთ ანონსი. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. უსაფრთხოება დიდ თოვლობისას. როგორ მოვიქცეთ, როცა გარე სამყაროს ვართ მოწყვეტილი? გადაცემაში სტუმრად რუსუდან ვარშალომიძე. ტირილის ანატომია. ტირილი როგორც განთავისუფლება და არა სისუსტე. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ნევროპათოლოგი შორენა ვაშაძე. იოსებ ჯორბენაძის პერსონალური გამოფენა ქუჩის ხელოვნების აკადემია. გადაცემაში სტუმრად ქუჩის მხატვარი იოსებ ჯორბენაძე. და ბოლოს წიგნის გაჩუქება. როგორ ვარჩევთ სხვისთვის წიგნს და რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა მას სხვას ჩუქნით. გადაცემაში სტუმრად გამომცემელი მარი კორინთელი. დაახლოებით 9 საათი გავატარე გზაში და ეს უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ასეა, მას შემდეგ რაც თოვლი მოვიდა, დღეს მაგალითად დაახლოებით 9-ზე გამოვიძახე ტაქსი, ჯერ ვერ მოვიდა, იმიტომ რომ საცობი იყო, როცა მოვიდა, წამოვედით ყველა ქუჩაზე, რუსთაველი იცით რომ გადაკეტილია, განსაკუთრებით გორგასალზე და ფარნავაზე არის ძალიან გრძელი საცობი, აღმოჩნდი იქ საცობში, მერე ჩამოვედი ტაქსიდან, ვირბინე ფეხით, მერე გავაჩერე გზაში, შემხედრი მანქანა ვთხოვე რომ წამოვეყვანე ისიც საცობში მოხდა, მერე კიდევ ვირბინე, კიდევ გავაჩერე შემდეგ უკვე სამარშრუტო ტაქსი და დაოცულმა მძღოლმა მომიყვანა მოკლედ აქამდე, მაგრამ მაინც გამომივიდა სირბილი და დაახლოებით 2 საათი არის უკვე ბათუმისთვის საჭირო, რომ მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე 2 საათი. წარმოგიდგენიათ, დაახლოებით თბილისის ვარიანტია, თბილისში იცით რომ მთელი დღე განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვინც სხვადასხვა უბანში გადაადგილდება, მთელი დღე თითქმის ისინი მთელ დღეს ისინი ძირითადად გზაში ატარებენ, ბათუმისთვის ეს ნამდვილად უჩვეულოა, თუმცა გამოსავალი არ არის მანამ, ვიდრე არ მოვა დიდი წვიმა, რომელიც დაშლის ალბათ აი ამ თოვლს და ვიდრე არ დასრულდება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, იცით რომ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ალბათ გაგრძელდება ეს პროცესი, ამიტომ უნდა დავიჭიროთ თადარიგი, ჩვენ ველოდებით სტუმარს, ისიც ალბათ საცობშია, მან უნდა ისაუბროს ზუსტად თოვლობის დროს უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე ყველა კუთხით, როგორც ადამიანის პირადი ეკიპირების, ისე ტრანსპორტის და ზოგადად საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით, მოკლედ თქვენ თუ შეგექმნათ მსგავსი პრობლემები გადაადგილებისას აი ამ დღეებში ქალაქში. ანი ვიცი რომ არის ქვეითი, შენ გიორგი მძღოლი ხარ. სხვადასხვა თავგადასავალი ატარებ მანქანას? მანქანას არ ვატარებ, მაგრამ ყოველთვის გადავადგილდები ტაქსით. მე ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ ზოგადად. ქვეითობა მშვენიერია, როცა გადაადგილდები ფეხით და ირგებ და ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ემოციური ფონისთვისაც კარგია, მაგრამ ეს არის ჩემი პრობლემა, რომ ვარ ძალიან ზარმაცი. თუმცა ვითვალისწინებ იმას, რომ საცობები შეფერხებულია გადაადგილება და გამოდივარ საკმაოდ ადრე სახლიდან. მოკლედ ესე თადარიგი უნდა დაიცვა. მე ძირითადად ფიქრობ, რომ ბათუმში ყველამ ფეხით უნდა იმოძრაოს, ან ველოსიპედებით, მით უმეტეს, რომ ველომეგობრული გარემოა ჩვენს ქალაქში. გიორგი, ამ ამინჩი განსაკუთრებით იქნება ალბათ ველოსიპედის. ამ ამინჩი ფეხით, მაგრამ მინდა დღეს რო ჩავხედე, ესე კი, ამინდის პროგნოზს გამიხარდა და მინდა ჩვენს ტელემაყურებელსაც ვაჩვენო, აი, მომდევნო 10 დღის განმავლობაში სუკ აშკაშა მზეა. მოკლედ 7 გრადუსი, 8 გრადუსი, 10 გრადუსი, 16 გრადუსამდე დათმობა ჰაერის ტემპერატურა. კობას ამ სინოპტიკის პროგნოზის ამოაწესრიგებს შევითავსე. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ასეთი კრიზისების დროს, რასაც გვია დითოვლობა, უამინდობა, საქართველოში ყოფილა ხოლმე მსგავსი კრიზისები და მიხარია, რომ ჩვენი ერი ერთიანდება. რაში, გიორგი? აი, როდესაც ნერვების ყვეტაში.
არა, გულისხმობ იმას, რომ ადამიანები მოხალისეები, რომლებიც გურიაში ჩავიდნენ, ეხმარებოდნენ ადამიანებს, ვრცელდებოდა ამის კადრები და არაერთი ჩემი მეგობარი მონაწილეობდა მოხალისეობრივ ჯგუფებში და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ჩვენი სტუმარია, რომელიც ცოტა ხანში შემოგვიერთდება. უნდა ითქვას, რომ ჩემი გაგებით მსგავსი კრიზისები აერთიანებს ადამიანებს. და ეს თვისება, რომ ქართველებს არ დაგვიკარგავს, ეს მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდა ერიც, ბერიც, მოხალისეც, სახელმწიფოც, რათა დახმარებოდნენ ამ ადამიანებს და მე ვფიქრობ, რომ ამ ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ვიღაცას წამალი მივიდა, მიუტანეს თავის დროზე, ვიღაცას საკვები და ეს ყველაფერი მიდის იქამდე და ჩვენ დასკვნები უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში უფრო მომზადებული შევხვდეთ ამ ყველაფერს. სასიამოვნოა ის, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არ ვართ და ამ ადამიანების გასაჭირის შესახებ ძალიან მალე გახდა ცნობილი. იგივე გურიაში ბებო იყო შვილიშვილებთან ერთად ერთ-ერთ სახლში და ვერ გამოდიოდა კონტაქტზე ძალიან დიდხანს და მაშინ მოყვა ამას რეაგირება. ყველამ გააზიარა ეს ინფორმაცია და რამდენიმე საათი უკვე გავიგეთ, რომ ისინი კარგად გრძნობდნენ თავს. არ ვიცი, ესე დიდთხოვობა მესმის, რომ ხშირად არ არის ჩვენ ქვეყანაში, თუმცა როცა იყო ბოლოს 2017 წელს ითქვა, მე მგონი ეს ობამას თქვა ჩვენთან ეთერში, მაშინ არ უჩება ესე ინფორმაციული ველი არ იყო ასეთი აქტიური, იმიტომ რომ ესე მძაფრად არ განგვიცდია და სასიამოვნოა, რომ ინფორმაცია რჩება პრობლემები და ამაზე აუცილებელია რომ ყურადღება გავამახვილოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანებს და ვოლონტიორების სიმრავლემ ძალიან გაგვახარა. ზუსტად ის, რომ მოხალისეები უნდათ გაერთიანდნენ, ძალიან სხართ და ძალიან სწრაფად მოყვა რეაქცია ამ ყველაფერს. ესეც გამომდინარეობს იქიდან, რომ სოციალური ქსელები გვეხმარება ინფორმაცია ადვილად მივაწვდინოთ ერთმანეთს. გეთანხმები ნამდვილად ასე. ერთი კადრი ჩამორჩა მეხსიერებაში, აი, როდესაც ესეთი დიდი დრონი ეშვება ერთ-ერთ მონასტერში, სადაც ესე იგი მიაქვს მედიკამენტები და საკვები, ხო და აი მამაო, როდესაც ჯვარს ახავს ამ დრონს, ხო, ეს ეკლესიისა და მეცნიერებისა ტექნოლოგიების რაღაცა საერთო გულისხმიერება ერთმანეთსადმი. კეთილი სამარიტანელების და მოხალისეების ერთობლივი ძალისხმევით ბევრ ადამიანს დახმარება გაეწია და ერთ-ერთი ასეთი კეთილი სამარიტანელი გვყავს ახლა სტუდიაში, ეს გახავთ რუსუდან ვარშალომიძე, საფეხმავლო გიდი, მობრძანდით. დაახლოებით ისეა რუსუდანი აქოშინებული, როგორც მე, ხო? როგორ ხართ, როგორ მოაღწია? გამარჯობა. არანაკლები სტიქია და დაბრკოლებები გადავიარეთ თქვენთან მოსასვლელად ბოლო 1 საათში. მოგვიყევით მოკლედ. გულისხმობთ გურიის და იმერეთის ამბებს. დიახ, ბუნებრივია. ესე იგი, აი ახლა კადრებიც კი მიდის ჩვენი საუბრის პარალელურად და როგორც წესი კადრები კიდევ უფრო ეფექტურად აღწერს, რომ სურათი ნათლად გადმოვცეთ. ეს იყო ალბათ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად რთული კვირა. 25 რიცხვიდან, 25 თებერვლიდან მე და ჩემი ბევრი თანამოაზრე მეგობარი დიდი ხნის ნაცნობი თუ ახალგაცნობილი, რომლებიც მომენტალურად აანიჭებ ამ მეგობრის თუ თანამებრძოლის სტატუსს, ერთად ვებრძოდით თუ ვეჭიდებოდით. სტიქიას მე არ ვარქმევ ამ ყველაფერს, საქმე მინდა რომ ცალსახად გავუსვა ამას ხაზი. ძალიან ბევრჯერ გაჟღერდათ კიდე ტელევიზიით. გინდაც ეს იყო უშუალოდ ადამიანების ჩვენთან პირად საუბრებში, მაგრამ არ შეიძლება იმას, რაც ფოტოზე ვხედავთ, სტიქია დაერქვას, იმიტომ რომ არის თებერვალი, არის თოვლი და არის ზამთარი, არის მთა. თოვლი მოვა, უნდა მოვიდეს, უნდა გვეხაროს, რომ თოვლი მოდის. უბრალოდ ის თუ როგორი მექანიზმებით დავხვდებით ჩვენ ამ გამოუვალ მდგომარეობას, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სიხარული არის საკმარისი? როგორ? სიხარული არის საკმარისი? სიხარული გადარჩენის თემა დგება დღის წესრიგში. არანაირად რა სიხარული პირიქით, ანუ ეს უნდა ყოფილიყო. სიხარული ბავშვებისთვის ეზოში, რომლებიც გუნდაობენ და თავის ბაბას. არა, სამწუხაროდ არა, არანაირი სიხარული მე ბავშვების თვალებში არ დამინახია. აი ვისაუბროთ. როდესაც ვიცით რომ დიდთოვლობა არის მოსალოდნელი და ჩვენ ეს ვიცოდით ყოველს მოგვივი და შეტყობინება. ამიტომ პროგნოზია 21 საუკუნეა. პროფესიონალ გიდს მინდა გითხოთ. ასეთ შემთხვევაში თადარიგი როგორ დავიჭიროთ, რა მოვიმარაგოთ, იგივე ეკიპირების თვალსაზრისით ან იგივე სურსათ სანოვაგე, როგორ გავუფრთხილდეთ და როგორ შევამზადოთ თავი. ძალიან კარგი კითხვა. გამომდინარე იქიდან რომ ეს კითხვა არის იმდენად კომპლექსური, როგორც ინდივიდუალურ დონეზე შეგვიძლია ამისი სამზადისი, ასევე ეს უნდა ხდებოდეს სახელმწიფო დონეზე. იმიტომ რომ
საკითხს, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, ერთი რიგითი გიდი იქნება თუ მოსახლე ნებისმიერი სოფლის ვერ შეეჭიდება. ის რომ პროგნოზით ყველასთვის ხელმისაწვდომია და 21 საუკუნეა და სეისმოლოგები მაღალ დონეზე მუშაობენ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს SMS-ების მოგდის რაღაც ორწინადადებიანი, რომელიც გვეუბნება, რომ გაფრთხილდით, მაგრამ რას გულისხმობს ეს სიფრთხილე? არავინ მეუბნება. რომ გათოვდება. არაფრის მომცემია ეს ალბათ შოუს სტრატეგიის შემდეგ. ხემოჭრად შეშა დავჭერთ. არა, მარტივია, უნდა გავაკეთოთ პრაქტიკულ დონეზე. პრაქტიკულ დონეზე ძალიან მარტივი არა, კომპლექსურია, რა თქმა უნდა. ისეთ სიძუღჭირში მყოფი ადამიანებისთვის, როგორიც იქ ცხოვრობენ. Ну, ლოგიკურია, რომ თადარიგი დაიჭირო, მაგრამ მოიმარაგო, იქ იმ შემთხვევაში თუ გათვლი, რომ ელექტროენერგია აღარ გექნება, ის რაც ჩვენ ვაკეთებთ, მიუტანეთ დამუხტავი აპარატები, მიუტანეთ საკვები, მიუტანეთ მედიკამენტები. ეს თავად უნდა გაეკეთებიათ, მაგრამ მოსახლეობა ამას ვერ გააკეთებს. ვინ უნდა გააკეთოს? რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა იყოს ის უპირობოდ პირველი ფიგურა ამ პროცესში, ვინც უნდა უზრუნველყოს. 2 მეტრიანი თოვლს არავინ არ უნდა დაელოდოს, როცა იცი პროგნოზით, რომ დიდთოვლობაა მოსაძლებელი, ტრაქტორები აღნიშნულ ყველა სოფელთან, როგორც მინიმუმ მიმდებარე სოფლებიდან უნდა ყოფილიყო მობილიზებული, იმიტომ რომ 40 სანტიმეტრი თოვლს ბევრად მარტივად გაწმენ და ბევრად ნაკლები რესურსი გჭირდება. ვიდრე 2 მეტრიანს ელოდა და 6 დღის შემდეგ დაიწყო ფაფხური, ასე დავარქმევ ამ სიტყვას, იმიტომ რომ ჩვენ ყავდით და ჩვენ რო ვიწყებდით მისვლას, მე იწყებოდა ტრაქტორების ბოლოს უკვე იუმორში გადაგვივიდა, რომ მოდი ვითომ წავედით თქვათ და მე ტრაქტორიც მოვა. ანუ ეს იყო სოფლებზეა კონკრეტულად. უამრავ სოფელზეა ეხლა რომ მოვყვე ერთ-ერთი სოფლის ფოტო რაც არის გულიანი და მიმდებარე ტერიტორია, ჩოჩხათი არის ეგეთი თემი, სადაც რამდენიმე სოფელს აერთიანებს, ეს ერთ-ერთი. მე იმერეთში გადავინაცვლე, იმერეთში ანალოგიური პრობლემები იყო. და საინტერესოა, როდესაც უკვე შეხვდით ამ ადამიანებს მოსახლეობას. ძალიან სევდიანი. მათი ემოციური ფონიც აღვიწერეთ და ზოგადად ფიზიკურად როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. უცბად გითხრათ, გუშინ გვიან დავბრუნდი ამ დღეებიდან და ჯერ კიდევ მეც არ მაქვს გავლილი ემოციურად ის ყველაფერი, რაც იქ ვნახე, შევეხე, მოვისმინე, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველა სევდიანი სახეები. ეს არა, შემდეგი ფოტო შეიძლება იყოს მარტოხელა დედის 4 არასრულწლოვან შვილთან ერთად. მე სპეციალურად სახეები და ფოტოები არ გამოვაგზავნე, იმიტომ რომ არ ვთვლი, რომ ეს ადამიანები უნდა აფიშირდნენ იმათ თავიანთი სევდა და ტრავმა. მარტოხელა დედა მეუღლე გარდაცვლილი ყავდა განგრენით 21 საუკუნეში, როგორ შეიძლება ადამიანები ესეთი მარტივი, ანუ არ აქვთ აი უბრალოდ სამედიცინო დახმარების. აქ სასწრაფო ვერ მივა. აქ კი არა, მე დაბაშის 21-ში ვერ მოვა სასწრაფო. 1 საათი 3 ტაქსი გამოვიცვალე, ადრე გამოვედი. ფეხით მოვსულიყავი ჯობ და დაძნებული. თელი გზა ვფიქრობდი, რომ აი ახლა აქ სასწრაფო რომ ვინმეს დაჭირდეს და რაღაც ჩემი ხაზი არის ხოლმე მშობლების ხაზი რა. აი მომენტალურად მაგაც ვფიქრობ და ეს იყო ჩემი დრაივი, როცა მივედი იმ ბებიებთან, მარტო მყოფ ბებიებთან, ბაბუებთან თუ რომ აი რა მოხდებოდა რომ ჩემი მშობელი ყოფილიყო ამ მარტივებს გადავდგავდი. დაგხვდნენ ეს გათბობა თუ გქონდა. ანუ სოფელში, ანუ ესე ტრაგიკულად, ანუ აი სიცივის საკითხს არც ვუდგებოდი, იმიტომ რომ შეშა მეტნაკლებად სოფელში ყველას აქვს, ფეჩისილას იდგება მომარაგებული. უბრალოდ ერთ-ერთი სოფელი, სადაც ჩვენ ხამის 4-ზე თუ 5-ზე ავედით, პირდაპირ თბილისიდან, არა, იმ დღეს გუდაურიდან ჩავედი თბილისში, მეორე დღეს წამოვედი გურიაში. და ღამე ვეწავედით, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის ესე შეკრებილი ადამიანების გუნდში იყო ინფორმაცია, რომ შვილი ყავდა იტალიაში, მინაც გთხოვა, რომ 6 დღე ამ მშობლებს ვერ ვეხმიანებიო და იქნებ რამაინერტო და ავდეთ და წავედით, სახლის არც ლოკაცია ვიცოდით. განამ ვიფიქრეთ, რომ ამ სოფლის სახელი ვიცოდით. ამ სოფელში რამდენი ადამიანი ცხოვრობს და ყველა კალზე 4 საათზე ვაღვიძებდით ხალხს. თქვენი სახსრებით გადაწყვეტეთ. ჩვენი სახსრებით სრულიად, ანუ არანაირი როგორც ჩემ თავზე ვისაუბრებ, ჩემს უკან არანაირი პარტნიორი. ხო, მოხალისეობრივი ჯგუფები, რომელსაც აი საზოგადოებრივი კეთილდღეობა და პირადი ემპათია ამოძრავებდა. კონკრეტული ამბის გარშემო გაერთიანდით თუ სხვა დროსაც? კონკრეტული ამბის. ანუ სხვა დროსაც ჩემი მეგობრები შოუის ტრაგედია იყო ჩვენი ერთ-ერთი გამოცდილება. უშუალოდ სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო ფიზიკური მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ჩემი არაერთი მეგობარი იყო თანამონაწილე, ვისთან ერთადაც ვიყავი ამ პროცესებში და ამათი გამოცდილება
გამოცდილება კიდე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი გამოცდილებებით ვიზრდებით და უცებ დავამთავრებ იმ ქალბატონის ოჯახის ისტორიას, რომ არ გადავხდე ძალიან. და 6 დღის მერე ავედით ამ ადამიანებთან, მივაკვლიეთ და ღამე ხო გავაღვიძეთ, მაგრამ პირველი რეაქცია ადამიანების იყო ადამიანი, ამ სიტყვის ამოძახილი. ეს იყო ისეთი ემოციური, რომ იმათ ეხა ეს ერთი პარკი მიწოდებული პროდუქცია არც აშენებდათ მოითმეს ხალხი, ზეამაღლობელი შიმშილობდა თემურ ქადამაძე შიმშილობს ამდენი დღეა და ითმენენ, იტანენ ამ ყველაფერს და ისინი ანგელოზები გამოეცხადნენ მოულოდნელად ამ ქალბატონს. ხო, რაღაცა მართლა განცდა იყო და ჩემთვის იყო ძალიან ადამიანურ ლუგეშს გულისხმობ. განცდა რომ ისინი არ იყვნენ დავიწყებული, განცდა რომ კიდევ ვიღაც იყო მათ სადარაჯოზე და ანუ აი ესე რაღაც კიდევ მორიგი დღეები არ მოხდებოდა სული. პროცესები დაძრა თქვენმა მოხალისეობრივმა აქტიურობამ საინტერესოა. თქვენ იქ ჩააკითხეთ ამ ადამიანებს, ანუგეშეთ გარკვეული რაოდენობის სურსათით ჩაუტანეთ და წამხვედით. აი ახლა რა ხდება? მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ამ ადამიანებს ჯერავთ დღეს ძალიან დარწმუნებული, იმიტომ რომ უამრავი მადლიერების სიტყვა და არ ვიცი ვამბობდი, რომ ეს ლოცვები თუ შემეწია, არ მოგვიამეთი არაფერი. იმიტომ რომ ამ ადამიანებს გაუჩინეთ იმედი იმისა, რომ დღეს ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ისინი გრძნობდნენ, რომ დავიწყებული იყვნენ ერთ-ერთ სოფელში მითხრეს, რომ მეთქი ვკითხე, რომ ეს პირველად არის, ნუ ბევრი აღნიშნავდა, რომ კი დიდი ხანი ესეთი თოვლი არ ახსოვთ, მაგრამ შარშან 9 თვით იყვნენ მოწყეტილები. სირცხვილია შეიძლება ჩემი რომ ეს ინფორმაცია არ ვიცოდი. გამგებლები არ არიან ხოლმე კავშირზე ამ ადამიანებთან. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ უშუალოდ მე პირადად არ მქონია არც ერთ პირს სოფელ ვიამრე უამრავი დღე და ღამე, არც ერთი საჯარო მოხელე, არც ბილიქსი, არც გზად მე პირადად არ შევხვდებია. ერთადერთი ოზურგეთში რომ მოვხვდი, უზარმაზარი კოლონა იყო და აღმოჩნდა, რომ ნიუსების მიდევნების დრო და რესურსიც არ მქონდა, იმიტომ რომ ვერ ვსკოლავდი მაგის დროც არ იყო, მაგრამ მე გავიგეთ, რომ თურმე ჩამოსულა კობახიძე და ეს უზარმაზარი არმია მანქანების ყოფილა მაგათთვის, მაგრამ არ ვიცი რისთვის, ვერ გეტყვით. და ვნახეთ კიდევ, მაგრამ რამდენად საკმარისია ერთ-ორ კონკრეტულ სოფელში მისვლა. სოფელში არ ყოფილიყვნენ, ქალაქ ოზურგეთში იყო. თუ შტაბი იყო მგონი შექმნილი ხო? მოხალისეობრივ კულტურაზე ვისაუბროთ. წელს ჩვენ ვართ მოხიბლულები და ჩვენ ვამაყობთ ამდენი ადამიანი ოპერატიულად გაერთიანდა და ერთ გზას, სიკეთის გზას ერთად გავუყვახო. ასამაღლებელი არის თუ არა ზოგადად მოხალისეობრივი კულტურა. რამდენად კმაყოფილი ხართ ზოგადად მოხალისეების და ვოლონტიორების? ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ვამბობდი, რომ აი ამ საშინელ პროცესებს თუ რამე კარგი შეიძლება მოყვეს, ეს არის ამ ადამიანების ერთობა. და ჩვენი ეს შეძენილი ახალი კავშირები თუ ძველი კავშირები. ერთ-ერთი საკითხი რაც წამოიჭრა ამ პროცესებში, იმიტომ რომ იქ შტაბში ატარებ დროს, საღამოს განიხილავ საკითხებს და იყო ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ამ ადამიანებმა ჩვენი კავშირის შენარჩუნება, რათა სამწუხაროდ არც ერთ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იყო ჩვენი ბოლო მისია წყალებში. იმიტომ რომ ჩვენ გვინდათ რომ მზად ყოფნა, ანუ აი მაგალითად ეხა პროცესი ცოტა გაიწელა, რა სანამ ჩავედით ობიექტზე, სანამ მოვიძიეთ ეს ადამიანები, ვისაც დახმარება ჭირდება და ეს რომ ეხა საიტის კარგად მოკვლევის საშუალება არ მქონია, მაგრამ მოხალისე G არის ესეთი, რომელიც მეთთან ფუნქციონალ აპლიკაცია შეიქმნა და მოხალისე G ეს ახლა შეიქმნა. ეხლა შეიქმნა, მაგრამ აი სიმართლე გითხრათ, ნახვის საშუალებაც დეტალურად არ მქონია, იმიტომ რომ მე უშუალოდ პროცესში ვიყავი ჩართული, მაგრამ არის საკმაოდ გამართული სისტემა. კიდევ უფრო დახვეწა შეგიძლია რეგისტრირდები, საჭიროებებს ხედავ და მე უკვე ახდენ რეაგირებას და მსგავსი სისტემა რომ დაეფუნქციონირება ის მის მაგივრად რომ ჩვენ დრო და რესურსი ვხარჯოთ რომ აბასაც წავიდეთ როგორ წავიდეთ ეს უფრო სწრაფი რეაგირება შეგვეძლება შემდეგ ტრაგედიამდე. აი მართლა ძალიან სევთიანია ამის თქმა, მაგრამ არ გამოგიხსნა. მოხალისეების მომზადების პროცესზეც ვისაუბროთ, მიემართებოდით ძალიან გრძელ გზაზე, ასევე საფრთხის შემცველზე, იმისთვის რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ყოფილიყავით. ხო, ნუ მანდათ თქვენი აღჭურვილობა. დიდი მნიშვნელობა ქონდა, მე თავიდანვე აქცენტი უამრავი ადამიანი გამოჩნდა, ვისაც ახალგაზრდა აღტკინებული და ძალიან მისასალმებელი იყო. უბრალოდ აი მაქსიმალურად ვისაც კი ვეკვეთებოდი, ვთხოვდი და ვაფრთხილებდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც გარკვეულ საფრთხებს შეიცავდა. გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, ჩემთან ერთად იყვნენ კიდე ახლობით 17 სამთო გიდი და საფეხმავლო გამყოლი. ამ ადამიანებს გვაქვს ეს გამოცდილება, მთაში ვიაროთ, შესაბამისი ეს იქნება ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ვიცით როგორ მოვიქცეთ მსგავს ვითარებაში, როგორ არ დავიხალოთ, როგორ არ დავიქანცოთ და როგორ მივიდეთ და შევასრულოთ დანიშნულ ჩვენი რაღაც ფუნქცია, მისია, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ კრიტიკულია, რომ ხელის შემშლელი ფაქტორად არ გადაიქცეს
მოხალისე. ანუ მოხალისეობის ჭირდება ასევე სწორი მართვა, იმისთვის რომ რესურსი ადამიანური იყოს ძალიან სწორად გამოყენებული. ეს ჩვენ შემთხვევაში ხდებოდა აი ისე თვით ორგანიზებული. აი მაგალითად, ჩავედი ლანჩხუთში, ხა ჩავედი ლანჩხუთში, ხა მე დაგვხვდა ორი საოცარი გოგონა და არა ორი, არ მინდა რომ სახელებით დავკონკრეტდე, ვარიდებ თავს, იმიტომ რომ უამრავი ადამიანის პატარა წვლილი იყო. ყველა ხედავდა თავის როლს და ყველა ასრულებდა თავის მისიას. ეს კონკრეტული ადამიანები ოფისიდან ხელმძღვანელობდნენ, რომ მიიღოთ მოქალაქეებისგან ინფორმაცია, მე რაღაც გარკვეული ჯგუფი თავისი ოფროუდის მანქანებით თუ როგორც იყო, ანუ აი ეს იყო ზეიმი ამ საზოგადოებრივი ჯგუფების, რომლებიც ერთად იზიარებდნენ სიკეთეს აქვს ეგ ეფექტი, ხო, თვითონ არაფერი საერთო აღარ გქონოდა რა, აი მართლა არც ინტერესი, არც არ ვიცი პოლიტიკური ხედვით, არანაირი შეიძლება რა ვიცი. ყველაფერი განსხვავებული, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში ყველაფერი იყო დავიწყებული. ეს იყო ერთი კონკრეტული მისიისთვის, საერთო ძალების გაერთიანება და მოხალისეობას რაც შეეხება, მარტივად ძალიან მინდა რომ აღვნიშნოთ და დავამატო. ეს არის რეალურად ამერიკაში მე-18 საუკუნეში, ჯერ კიდევ ფრანკლინმა მაშინაც აი ესეთი кейსი იყო, ხანძარი გაჩნდა და მაშინ ჩამოყალიბდა ეს იდეა მოხალისეობრივი, რომ სახანძრო ესა მოხალისეობრივი მეხანძრეები და მე-18 საუკუნიდან ამერიკიდან მოდის და ევროპაში ეს საკმაოდ დიდი კულტურაა. მე თვითონ დაახლოებით 2013 წელს მოხალისედ ვიყავი წასული პოლონეთში და უკვირდა ყველას, რომ აი მოხალისედ რეალურად იქ ყველაფერი ანაზღაურებული მქონდა და ჩემი იმასაკის ადამიანისთვის ის რომ ცხოვრება, მოგზაურობა ეს არის გამოცდილება და რას მოისაზრებს მოხალისეობა. გავიწყდება შენი, ანუ რეალურად არის საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა და ამის მოტივატორი, ანუ აი მატერიალური გაქვს დავიწყებული. ბუნებრივად. თუ არა, რომ იგივე სკოლის პერიოდშიც ბავშვს უნდა ვასწავლოთ. აუცილებლად. აი ზუსტად ეს არის. ემოციური ინტელექტის ამაღლებასთან ასოცირდება. აუცილებლად. მე სულ ვამბობ, რომ აი ნელა შემოდის საქართველოში ეს კულტურა, როგორც კულტურად ვფიქრობ, ანუ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა თაობაში სამწუხაროდ ვიდრე ჩემ თაობაში ну, ამ მაგალითს კიდე რაღაცა ცალკე მაგალითად შეგვიძლია რომ მოვიყვანოთ, მაგრამ სამწუხაროდ რატომ? იმიტომ რომ დაგვიანებულია. მაგრამ აუცილებლად უნდა შემოვიდეს ძალიან არ გვხდება ამის პრეცედენტები. არა, იმიტომ რომ იმდენად თვითონ თავად გაჭირვებულები იყვნენ, თავად საზრუნავი იყვნენ. ეს საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნა მე განა ვამტყუნებ ჩემი მშობლების საუბარს. თვითგადარჩენა ქონდათ. ეხლა რაღაც საზოგადოებრივი კეთილდღეობაზე უნდა გელაპარაკა ამ ადამიანებს. 90-იანებში იყო ესეთი შემთხვევები. მართალია ეს პრინციპი მეზობლების პრინციპი რომ აი გადააწოდა ისინი ყვებიან რომ პანდემიაზე ბევრად მარტივად გადაუტანიათ თურმე ის პერიოდი, იმიტომ რომ მართალია ეს სწორი ძალიან სწორი აქცენტია და საზოგადოება იცვლება ალბათ უფრო ამის კი, მაგრამ ნახეთ ამ რეალობის წინაშემდგებით. ერთი ფაქტორია, ანუ მანდაც ხდებოდა იმ ადამიანების დახმარება, ვისაც იცნობ, მაგრამ აქ როცა საუბრობ, რომ ვეხმარებით იმათ, ვინც მოწყვლადი ვისაც მეტი დრო და მეტი რესურსი ნამდვილად და ანუ აი დღეს უნდა შევძლოთ და გავიაზროთ, რომ ყველა ერთმა ადამიანმა, რაც არ უნდა პროფესიის ადამიანი ვიყოთ, იქნება ჟურნალისტი, იქნება ექიმი, გიდი, გამყოლი თუ ასე შემდეგ, ყველამ რომ ერთი პატარა ჩვენი წელი შევიტანოთ ამ საზოგადოებრივ კეთილდღეობაში. რომ ეს ქვეყანა ჩვენია ნამდვილად და უკეთესი ქვეყანა გვინდა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა ეყრება საფუძველი ძირფესვიანად იმ მოხალისეობრივ მოძრაობას და სუბკულტურას, რაც ჩვენ ვიხილეთ იგივე გურიაში, როდესაც მართლაც უანგაროდ ადამიანები ეხმარებოდნენ თავიანთ თანამოქალაქეებს, ხო? იმიტომ რომ შესაძლოა მომავალშიც გქონდეს ისეთი დიდი სტიქიები, როდესაც ელემენტარულად არ იყოს საკმარისი ტრაქტორი ან საკმარისი მობილიზება ან საკმარისი ტექნიკა იმისთვის, რომ მივიდეთ თითოეულ ოჯახამდე და აქედან გამომდინარე ამ ადამიანების ესეთი მობილიზება, ესეთი ჩართულობა იმისათვის, რომ თანადგომა გამოუცხადოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თანამოქალაქეებს, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, ეს ქვეყანა ჩვენს გვეკუთვნის, ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ თითოეულ მათგანს, არა მარტო თქვა იგივე. ეს თუ ვიგრძნოთ, ხო? პასუხისმგებლობა მოქალაქეობის, რომელიც შედგება ჩვენ თითოეული მოქალაქისგან და თუ ჩვენ ხელი არ გაუწევთ, მე ვარ სახელმწიფო, შენ ხარ სახელმწიფო. ჩვენს მეზობელს არ მივიტანეთ გულთან მისი ტკივილი, იგივე გურიის ტრაგედია. მე ეს აღვნიშნო რაღაცნაირად შევკრა ამ ყველაფერმა. თუმცა კითხვა მინდა შემდეგნაირი დავსვა. თუ მოხდება ამ ყველაფრის, აი ამ გამოცდილების, მოხალისეობრივი კულტურის შეკვრა, რაღაცა ორგანიზაციად ჩამოყალიბება, როდესაც დაჭირდება განგაშის
ზარის ჩამოკრა ეს ადამიანები შევიკრიბოთ ჩვენი მეზობლების დასახმარებლად ხანძრის ჩასაქროთ. ახლა კალიფორნიაში ხანძარი იყო სექტემბრის თვეში, წინა თვეებში და ჩვენ მე ხვდებოდა ინტერნეტში სოციალურ ქსელში კადრები ადამიანები როგორ აქრობდნენ მეზობლის სახლს, როდესაც ხო ადგილობრივ დონეს გარდა იმისა, როდესაც სახელმწიფო ებრძოდა ხანძარს. გიორგი, მანდ მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ სკოლის ასაკიდან გადიან ისინი მომზადებას როგორ მოიქცნენ მსგავს სტიქიურ პროცესებში. ჩვენთან ეს ცოდნა და ეს განათლება არ არის ხელმისაწვდომი. ანუ მე მოქვს ამერიკაში ნანახი სკოლები, სადაც ყველა საკლასო ოთახის კარის თავზე, ანუ გასასვლელში იყო აღნიშნული შესაბამისი აბრები, როგორ უნდა მოიქცენ მიწისძვრის დროს, როგორ უნდა მოიქცეთ ცუნამის დროს, როგორ უნდა მოიქცეთ ქარბორბალას დროს, იმიტომ რომ იქ ხშირად არის მსგავსი ქარბორბალები, ბავშვები პირველივე კლასიდან ეჩვევიან სწორად ქცევას კატასტროფული მდგომარეობებისას. ანუ ჩვენ მოვიდა თოვლი და ვიცით რომ უნდა გვიხაროდეს პოეტურად და მეტი არაფერი. თან ამას ორგანიზება იმიტომ სჭირდება, რუსუდანმა აღნიშნა, რომ ის პროფესიონალი საფეხმავლო გიდია, მან იცის ძალები როგორ დაზოგოს იგივე გრძელვადიან პერსპექტივაში სამაშველო ოპერაციებში ან თუნდაც ლაშქრობებში, ხო? ეხლა მე უცებ მომინდა ვიღაცას დავეხმარო და თავად დავჭე დასახმარებელი და კიდე დავაწვე ამ ადამიანებს პრობლემად, ეს არ უნდა მომივიდეს. ამიტომ ხო არ არის საჭირო თქვა, იგივე ტრენინგები, ვისაც სურვილი ექნება, მოხალისეობრივი ჯგუფების ტრენინგები, საზაფხულო თქვა, ბანაკები, შეკრებები, იმისათვის, რომ მით უმეტეს პატარა ქვეყანა ვართ, ხო? სულ რაღაც 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში და თუ ყველას ჩართვა მოხდება ესეთ პროცესებში, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გაიმარჯვებს. კი, ნამდვილად, ძალიან ანუ ეს ინიციატივა იქვე გაჩნდა, როგორც აღნიშნე, აი გუში რომ მოვდიოდი და ვემშვიდობებოდი, ყველას ეს ერთი ამოძახილი იყო, რომ ჩვენ ერთ ესე გუნდად უნდა დავრჩეთ და ეს გუნდები იყო გაშლილი, ხო? იქ ჩუხატაურში, ლანჩხუთში, ოზურგეთში თუ ზესტაფონში, ვანით და ასე შემდეგ. და ამ ადამიანების მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალებს, აი ეხლა გვჭირდება ყველას ჯერ კიდევ დარჩენილი არიან ზესტაფონში და სხვა ობიექტებზე ადამიანები, ვინც ისევე წევიან ამ შრომას, მე უბრალოდ მომიწია დაბრუნება, ჩვენ გვჭირდება ცოტა შესვენება იმისთვის, რომ ძალები აღვიდგინოთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც კი გვიძინია ადამიანურად ამ ხნის მანძილზე. ყველაზე ამ ემოციების და ამ რაღაც პატარა ტრამვების გადამუშავება, გადააზრება და ზუსტად ვიცი, რომ ბევრად ძლიერები და ბევრად შემართებით დაუბრუნებით, ბევრად ორგანიზებულები და აქვე თქვენი ეთერი თითოეულ ადამიანს ვისთანაც შეხება მქონდა და არ მქონდა შეხება, მაგრამ ვიცი, რომ ამ პროცესში წვლილი მიიღეს. ჩემი აი ძალიან დიდი მადლობა და მოკითხვა იმ ადამიანებს თუ უყურებენ ეხლა. მოკითხვა თქვენს მეგობრებს ასევე. თითოეულ მოხალისეს ყველა იმ ადამიანს ვინც იყო ჩართული რა სხვა ფორმით, ცხოველსაც მათ შორის. კი, უდიდესი როლი იყო, რას ლაპარაკობთ, ეს გაუკვალში მოსიარულე მძღოლები იყვნენ, რომ მივიყვანით უფრო ახლო სანამ ფეხით სასიარულს დაიწყებდა. ყველას დიდი მადლობა. მადლობა რუსუდან ვარშავაში. მადლობა ამ თემის წამყვანი. დიდი იყო ჩვენი სტუმარი, მოკლედ გადამრჩენელი, შეგვიძლია ასე ვთქვათ. მადლობა რუსუდან. მადლობა რუსუდან. მადლობა. ბოლოს როდის იტირეთ? როდის ვიტირე? გულწრფელად. არ მახსენდება, თუმცა გულში ხანდახან ისეთი ემოციური ინფორმაცია თუ მივიღე ხოლმე, განვისთი ხოლმე, კი, განსაკუთრებით ინტერნეტში თუ რაღაც ჩემს. ჩემნები შეგიკავებია იმის გამო, რომ ხარ მამაკაცი. და შთაგონებულები ვარ. ამბობენ ნამდვილი მამაკაცები ტირიან, ხო? აი ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ ხშირად იმასაც ამბობენ, რომ მამაკაცები არ ტირიან და ამის გამო უწევთ მას შეკავება ამ ცრემლებს. რამდენიმე დღის წინ მქონდა ეს ქრონიკული ღელვა და ტირილის მთელი არ ვიცი ნაკადი, არ ვიცი რისგან იყო განპირობებული და წვიმად გადავიქეცე ალბათ ყველა მიცით ეს ანიმაცია, რომელიც პატარა ეპიზოდის დავდა სოციალურ ქსელში. 5 ადამიანმა მომწერა ერთი-იგივე ტექსტი. აი მთელი დღეები ვტირი და კიდევ ეს მინდოდა. აი ხა კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა ტირილი. შემდგომ ჩვენს ახლო მეგობარს ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე, რატომ ვტირით ყველა კოლექტიურად. ავხსენი რომელი სეზონიც იყო ზამთრის მიწურულია ვტირით რას ნიშნავს. ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრა რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კვლევები არ არსებობს, თუმცა ხშირად ხდება ის რომ აი ზამთრის დასრულებასთან ერთად ადამიანების ემოციური ფონი მატულობს, თითქოს უნდა დაიცალონ მთელი იმ ნეგატივით, რომელიც ზამთარს ახლავს და ვიცით რომ ზამთარი საკმაოდ სტრესული პერიოდია უმეტესობისთვის, ზოგისთვის არა. და აი ესე თავისუფლდება ადამიანი გაზაფხულისთვის და ის გაზაფხულზე უკვე ახალი ემოციებით
თუ დააივსოს თურმე მოკეთ ტირილის ანატომიაზე, მის სუბსტანციაზე და არსზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად ჩორენა ვაშაძე ნევროპათოლოგის შემოგვიერთდება მოგზანდით ქალბატონო გილოცავთ გუშინდელ დღეს დედის დღე ბრავალს და ეს არით ბედნიერად ჯანმრთელად და რაც მთავარია ესეთი ხალისიანები ყოფილიყავით მუდამ აი ტირილი ხშირად ასოცირდება სევდასთან არა მარტო აი ზუსტად ამაზე გვინდა ვისაუბროთ დღეს რომ ტირილი არ არის ხო სევდეთი შეიძლება გამოიწვიოს სიხარულმა შეიძლება აბსოლუტურად უმიზეზოდაც ვიტიროთ ხო ზოგადად რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს სხეულში როცა ვტირთ დიახ ეს გახლავთ ესეთი ემოციასთან თამდევი თქვათ ესეთი პროცესი ვიბადებით ტირილით და ამ ქვეყნიდან ტირილით გვაცილებენ სამწუხაროდ ეს ხდება სადღაც მე-17 საუკუნამდე 1662 წელამდე თვლიდნენ რომ ეს ტირილი მოდიოდა გულიდან აი ძალიან კარგი ისა გვაქვს გამონათქვამები გული ამიდუღდა გული ამიჩუყდა და გულიდან მომდინარეობდა ჩვენი ტირილი და ჩვენი ცრემლების მიზეზი იყო გული და განსაკუთრებით იყო დაკავშირებული ეს სიყვარულთან საცრემლე ჯირკვლის აღმოჩენასთან ერთად შეიქმნა ესეთი გარკვეული აზრი უკვე მეცნიერების მიერ რომ ეს არ არის დაკავშირებული გულთან მარტო და არა მარტო ეს ჩვენ ემოციებთან ეს არის ძალიან ბევრი ფაქტორით განპირობებული. ტირილის ცრემლის მიზეზი არის სამედიცინო თვალსაზრისით ეს არის ბაზალიებში, როდესაც აი ვახამხამებ თვალს ავტომატურად მოდის ცრემლი და ესეთი იწმინდება ჩვენი თვალი, ანტიმიკრობული თვისება გააჩნია მეგედია ხაი ამ ცრემლს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცრემლის არხშიდაც გადმომდის, ცხვირის არხშიდაც გადმოსვლის შემდეგ ანტიმიკრობული ესე იგი თვისებები ეს ძალიან გვეხმარება. მეორე ეს შეიძლება იყოს რეფლექსური ხახვის დაჭრის დროს ან ცრემლი თავდაცვითია ხო? დიახ, აი ცრემლსადენი გაზის დიახ, გამოყენების შემთხვევაში რაც იწყება ესე იგი ცრემლდედა წმენდავს თვალს და ეს არის, როდესაც არის დაკავშირებული ემოციებთან, ან დადებითთან, ან უარყოფითთან. აღნიშნა რომ მეცნიერება ნახეს უკაცრავად სიტყვა შეგაცხადია, ნახეს რომ აი ეს ცრემლის შემადგენლობა აბსოლუტურად განსხვავებულია რეფლექსურის და ემოციური, ვთქვათ, ესე იგი, ტირილის დროს გამოსული ცრემლის შემადგენლობა. თუმცა, ორივეს შემადგენლობაში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით წყალი, მაგრამ აი ამ ემოციასთან დაკავშირებული ცრემლის შემადგენლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა ესეთი ნივთიერება, ცილა განსაკუთრებით და ესეთი ნივთიერება, რომელიც არის დაკავშირებული, ვთქვათ, ჩვენს ემოციებთან. რატომ არის მარილიანი მლაშე რატომ? დიახ, შემადგენლობა ის არა მარტო მარილის შემცველობა, არამედ სხვადასხვა ელექტროლიტების შემცველობა არის საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაფერი არის გარდა წყლისა 1%. მოდით დაუბრუნდეთ იმ ინფორმაციას, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრა. მე რამდენად ეთანხმებით, რომ ტირილი, ეს სპონტანური ტირილი შეიძლება იყოს გამოწვეული იქედან, რომ ჩვენს გონებას ჭირდება გადატვირთვა, გარკვეული ემოციების გაშვება იმისთვის, რომ მაღალი ემოციებისთვის ვიყოთ მზად. აი სწორედ აი კვლევები ტირილთან დაკავშირებით არის საკმაოდ, თუმცა არა ამომწურავი, ამაზე შევთანხმდეთ, ხო? ესე იგი ტირილის შემდეგ, ესე იგი ადამიანი ღებულობს ესეთი დამამშვიდებელი ეფექტი, იმიტომ რომ ხდება ენდომორფინების, აი შინაგანია ესეთი. დიახ, გამოყოფა და ამიტომ შვიდდება ადამიანი, დიახ, რასაკვირველია. აი ესე იგი ტირილის შემდეგ, ტირილის სიცილის დედაო გახსოვთ, ანდაზა ხო ზუსტად ესეა. ტირილის შემდეგ ადამიანი მშვიდდება, ტირილი აი ბავშვებში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი არის პატარებში, როცა ტირი ხარ, ხო? ზედმეტი ყურადღების მოქცევა რაცა გინდათ, ან ეს გინდა რომ რაღაც ემპათია გამოიწვიოს ხუებში და ხშირად ესეც ზრდასრულებსაც აქვთ ხოლმე რომ ტირილი იწვევს ემპათია სხვა ადამიანების მიმართ და ეს შეიძლება იყოს ესეთი მანიპულირებადი, ესეთი მანიპულაციის ერთ-ერთი საშუალება. ესე იგი თქვით დამამშვიდებელი, თქვით რომ ესეთი მანიპულაციის საშუალება, თქვით რომ არის კომუნიკაციის არავერბალური ფორმა, რომ გაზიარება, ხო? და უბრალოდ ახლა ტირით არიან ადამიანები, რომლებიც თვეში მაგალითად მეცნიერები ამერიკელები ამბობენ, რომ ქალმა უნდა იტიროს 4-5 ჯერ ტირის საშუალოდ. ეს გენდერული თვალსაზრისით განსხვავება რა საინტერესოა. ეს არის ხომ იგივე ემოციები აქვს, რასაკვირველია, მაგრამ ნახეთ რა გვიდევს, კაცი ხარ და
გოგო ნახომ არა ხარ ესე იტირო. ეს გვარი სოფლიოში ასეა? თელ სოფლიოში ესეა იუბნებიან რომ შენ სოფლიოს დედები ასე ზრდიან მამაკაცებს? ასე ზრდიან რომ შენ ხარ ჭირთმენი, არ უნდა იტირო, გოგო ნახომ არა ხარ. შენ რომ გოგონასავით იტირო, უნდა აიტანო, კაცი ხარ და ამიტომ უნდა გაუძლო ამ ტკივილს და ტკივილს მოყვება ყოველთვის ტირილი. აი ამ არ უნდა იტირო, ემოცია არ უნდა გამოხატო. არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც აი ამ სტერეოტიპით ზრდიან შვილებს. სრემლებზე რას ქვია? ხო, ნიანგის სრემლების გიორგი რა კარგ ფენომენს მიადექი. ნიანგის სრემლებს ახლა თვითონ სიტყვიდან გამომდინარე არავითარი ეფექტი არა აქვს, უბრალოდ კეთდება, იმიტომ რომ სრემლების არ გუჯერა. არ გუჯერა ნამდვილად და ესეთი ფენომენი ნიანგსაც გააჩნია. ცხოველებით ტირიან ხანდახან, მაგრამ აი ესეთი სრემლდენა აქვთ, მაგრამ ტირილი ნაკლებად არავის არ აქვს გარდა ადამიანის. რა შეიძლება გამოიწვიოს ტირილის შეკავებამ და ეს ტირილის შეკავება შეიძლება იყოს განპირობებული როგორც იმ სტერეოტიპებით, რომელზეც ახლა საუბრობდით, ან თუნდაც იმით, რომ არ გვინდა მოწყულად სიტუაციაში დაგვინახონ ახლო ადამიანებმა, მეგობრებმა, რას ვაზიანებთ ჩვენში, როცა ვიკავებთ ამ ემოციას. ამერიკელმა მეცნიერებმა მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა. ესე იგი ადამიანებში, რომლებსაც გააჩნიათ ესეთი ემოციის გამოხატვის საშუალება და ტირილი უფრო ადვილად და აქტიურად იყენებენ ამ ტირილს და ადამიანები, რომლებიც არ გამოხატან ემოციას, არ ტირიან. აღმოჩნდა, რომ აგრესიული ესეთი ქმედებები ბევრად უფრო მეტია იმ ადამიანებში, რომლებიც არ ტირიან. საერთოდ და ცდილობენ შეიკავონ თავიანთი ემოციები. რას გვეუბნება სხეული მაშინ, როდესაც ვერ ვტირით? დაიყოფილა ასეთი მომენტები, მე პირადად მქონია, არის რაღაცა დრამატული ჩემს ირგვლივ, დიდი გამოწვევები, მჭირდება ტირილი ზუსტად იმისთვის, რომ გავთავისუფლდე, თუმცა ვერა და ვერ ვტირი არ მოდის ეს წრები. ეს რა კონდიცია? გლოვას გააჩნია თავისი ეტაპები, არაჩვეულებრივი კითხვა დამესვით გლოვას დაკავშირებით, აი გლოვაზე თუ გაქვთ თქვენ ესეთი გლოვას აქვს თავისი ეტაპები. პირველი და ეს არის მნიშვნელოვანი უარყოფა. არ იღებ იმას, რაც ხდება. მეორე ეს არის უკვე გაბრაზება, გაბრაზების ეტაპია. რატო მე და რატო სხვას არა, რატო იმას და რატო სხვას არა. მესამე ეს არის უკვე შევაჭრება, აი ღმერთო, ოღონ გადამარჩინე და ამას ვიზამ, რაღაცას გავაკეთებ. მეოთხე ეტაპი ეს არის დეპრესია და მეხუთე ეს არის ეტაპი მიმღებლობა, ანუ იღებულობ იმას, რაც არის. ამიტომ სწრაფად ამ ეტაპების გავლა ყველას არ უწევს, არ შეუძლია და ეს არის გასააზრებელი, როგორ უნდა მივიდეთ მიმღებლობამდე. აი კიდევ ერთ სტერეოტიპზე მინდა ვისაუბროთ, რადგან გლოვას შევეხეთ. ჩემმა ახლობელმა გამიზიარა ასეთი ინფორმაცია, მას შეხვდა ქუჩაში ქალბატონი, რომელსაც გარდაეცვალა დედა, ზუსტად ამავე დღეს, როცა შეხვდა ამ ქალბატონს და მას ესვაო წითელი პომადაო და ისე იქცეოდაო, თითქოს არაფერი მომხდარაო. და მე მივხვდიო, რომ ამით ზუსტად ამას ვცდილობდა, გაქცეოდა რეალობას, ჭეშმარიტებას და მეც ისე ნერვიულად მიღიმოდაო, მეც ასეთივე ღიმილი შევაგები, იმიტომ მივხვდი, რომ ამით შეიძლება უფრო მეტ ნუგეშ ბძენდი, ვიდრე დამემიწებია და მეთქვა ის რეალობა, რომელიც უნდა გაეცნობე. თითქოს აი განკითხვას ჩვევიათ ხოლმე საზოგადოებას, როცა ადამიანი ამ კონდიციაში იმყოფება, ტრაგედია გადახდა, თუმცა ის გაურბის ჯერ ამას, ის ვერ აცნობიერებს, არ უნდა თვალი გაუსწოროს, ჯერ არ ტირის და თითქოს საზოგადოება ელის მისგან ცრემლებს. აი ასეთ შემთხვევაში თითქოს გლოვასაც თავისი წესები აქვს საზოგადოებაში და აი ამ წესებს როგორ გავუმკლავდით? იცით რა შესაძლოა ყველა ერთნაირები არა ვართ. თავდაცვის მექანიზმები ყველა სხვადასხვანაირს ვირჩევთ. ზოგისთვის არის უარყოფა, ზოგისთვის არის იუმორი. და იუმორით ღიმილით ხვდებიან ამას ყველაფერს და ზოგისთვის ეს იყოს შოკის მომგვრელი, მაგრამ იმ მომენტისათვის არის თავდაცვის მექანიზმი, გადანაცვლება. აბსოლუტურად ნორმალურია, თუნდაც გლოვის დროს სიცილი. იცით რა, ინდივიდუალურია ყველაფერი. არის შემთხვევები, როდესაც თქვათ რაღაც კონკრეტული დაკრძალვის ან პანაშვიდის დროს ან ამ მსგავსი რიტუალური სიტუაციის დროს ამბობენ, რომ აი ეცინებათ ადამიანებს მაშინ, როდესაც გლოვა არის წინა პლანზე წამოწეული თავდაცვის მექანიზმი. როგორ უნდა მივიღოთ ეს? არ უნდა განვიხილოთ როგორც არაკულტურული დამოკიდებულება, არაემპათიური, არამედ პირიქით, როგორც ადამიანური. როგორც ადამიანური, ყველაზე კარგი ადამიანური თავ ისეთი დახმარების მომენტი არის რამე ხო არ შემიძლია გავაკეთო.
შენთვის. და რეაქციის გამოხატვა, მანამდე ხო რეაქციის გამოხატვა არიან ფსიქიკა ხო აღიქვა სიტუაციას. მაგრამ მაინც მიმღებლობა არის, მივიღოთ ისეთი როგორიც არის, გვიყვარდეს ისეთი როგორიც არის. ცეთ პატივს ისეც როგორიც არის. ჩვენ ხო ისეთი ადამიანები ვართ, უფრო მიმღებლური, მიმტევებლური და ამიტომ გავიგოთ, იმიტომ რომ ყველა ერთნაირები არა ვართ. გეთანხმებით, ნამდვილად არა ვართ. საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ, რომ ტირილი არა გულის ბიოლოგიური პროცესი ან ემოციური, არამედ ტვინის შედეგად წარმოიქმნება, ხო? აი, ეს საკმაოდ ისეთი თემა სენსიტიური, ხო? ძირითადად ამ ლიმბიური სისტემა, ჩვენი ჰიპოთალამუსი. ანუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ემოციებთან და არა მარტო ემოციებთან, მას აქვს თავისი ორგანიკა, არსებობს მეფე, ამის ესეთი უხერხულად რომ ვთქვათ, ცენტრალური ნაწილი, რომელიც მას პარასიმპათიკური ინერვაციის სახით ანერვიანებს, მეშვიდე ნერვი, შემდეგ საცრემლე ჯირკვლები და ასე ვტირივართ. მაგრამ აქ ჩვენ გასაყოფი გვაქვს აი ორი მთავარი მომენტი. ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ტირიან და ადამიანები, რომლებსაც ესე იგი არ შეუძლიათ აუღელვებათ უცქირონ ფილმს, რომელსაც აქ დრამატული თვალსაზრისით. ადამიანი, რომელიც ყველაფერზე ტირეს, ხო? აი რაღაც ერთი სიტყვა მოისმინა უცებ საუბარში და წამოვიდა. კი, ეს შეიძლება იყოს ესე იგი ცრემლიანობა მომატებული დეპრესიის ერთ-ერთი პატერნის შემადგენელი ნაწილი. მაგრამ ესე იგი თუ ყველაფერზე ტირის და ყოველთვის ტირის და არ აქვს ისეთი სხვა მჩივლთან ერთად გააჩნია კიდევ სხვა სიმპტომები, აქ გამოსარიცხი არის რასაკვირველია დეპრესიული და ნევროტიკული აღშფოთება. აი, სიხარულზეც რო ცრემლები მოდის ესეთ ადამიანებს. გახსოვთ რამდენი სპორტსმენი გვიხილავს, თქვენ პატარები ხართ, მაგრამ აი გამარჯვების დროს ცრემლმორეული გამარჯვების დროს ან დამარცხების დროს, ხო? აი მე გამახსენდა როდის ვიტირებ როგორც საქართველოს ნაკრებმა რო გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში. აი მაშინ ეს არის ისეთი ამაღელვებელი წუთები, რომ ყველას არ შეუძლია რომ ესე მყარად და მტკიცე და რატომაც არ უნდა იტირო. ხო, შეკავება შესაძლებელია თუ არა, თუ უნდა გამოუშვათ ემოციები. ახლა თუ თქვათ ემოცია მკვლევარები გვეუბნებიან რომ აუცილებლად უნდა გამოხატოთ ჩვენი ემოციები და რატომაც არა. კაპიტან შორედა როგორც ნევროპათოლოგი პროფესიული თვალსაზრისით, აი შეგიძლიათ თუ არა დაუსვათ დიაგნოზი ადამიანს თუ რა ემოციური ფონი აქვს იმაზე დაყრდნობით, რაზე ტირის ის. ანუ რას ყვება ჩვენზე ის ფაქტი თუ რა კონტენტზე გვეტირება. იცით რა არის, ჯერ თვითონ ამბობს და მეორეც კიდე აი ესეთი შეხვედრის დროს, პაციენტთა შეხვედრის დროს ეს არ არის ერთწუთიანი და ორწუთიანი, ცრემლმორეული ყველა ფაქტზე და ყველა სიტუაციაში, როდესაც ის ტირის, ეს გაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოიკვლიო უფრო ღრმად, ხომ არ არის დეპრესიული, თქვათ, ეპიზოდი მის ცხოვრებაში. საერთოდ დეპრესია, ვისაც არ ახასიათებს, ესეთი ადამიანი ქვეყანაზე არ არსებობს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გახანგრძლივებული. რასაკვირველია, უახლოესი ადამიანის დაკარგვა დეპრესიას ტირილს რო იწვევს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გახანგრძლივებული და ეს არ უნდა იყოს სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ორ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე გახანგრძლივებული ეს სიმპტომები უკვე არის ყურადღების მიპყრობის საკანი. ერთ რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდი გადასახადი მოვიდა ესე ძალიან აუტანელი სიტუაცია იყო. აი ქვისწავლე როგორ რეჟისორი არ უნდა ვიყო. და აი პირობებში თან ცივა, თან რაღაც გულგრილი დამოკიდებულებაა და ვარ ემოციურად განადგურებული, ვიკავებ ამ ემოციებს და სადღაც სოფელში ვიღებდით, მოდის საქონელი ძროხა და ბღავის. და ამ ძროხის ბღავილის მოსმენისას დავიწყე ტირილი, ოღონდ ვერ გამაჩერეს იმდენ ხანს ვტიროდი. აი რას ნიშნავს ეს ძროხა დავინახე, დავიწყე ტირილი. ეხა ეს რომ მოუყვე ვიღაცას, შემაყურებელიც ფიქრობს, რომ რაღაცა ცოტათი უცნაური და უჩვეულო ნამდვილად არის. რა მოვიღე ამით დია? არ ვიცი ეს თქვენი ინტერპრეტაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბედნიერი რო ყოფილიყავით და ძალიან გახარებული ამ გადაღებით, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ტირილს არ დაიწყებდით ეთყობა. არ ვიცი, ეს თქვენ უნდა გითხოთ.
თითქოს ძროხა ძროხას უნდა ვკითხოთ მე მგონი. თანაზიარი და სხვათა შორის ადგილის დედა არის თვითონ ამბობს ჩოხელის არაჩვეულებრივად იგივე ნაწარმოები როგორც წერილობითი ლიტერატურული ასევე ფილმი სადაც ქალი იმყოფება არ ვიცი ეს ძროხა ეთყობა სიმბოლო ქალი იმყოფება საოცარ დრამატულ ემოციურ მდგომარეობაში თითქოს სიცოცხლის ხელყოფად სურს და აი ამ დროს დაინახავს ზუსტად ძროხა ის ასოციაციას იწვევდა თქვენში ძროხა იწვევდა დაუცველობის თითქოს მას აქვს დარდი მაგრამ ვერ აზიარებს ამ დარდს და მე გავხდი მისი დარდის თანაზე და ის ჩემი დარდი თვითონ თქვა აი ესე დიაგნოსტიკა მოახდინა დაუსვით დიაგნოზი პირდაპირ არა დიაგნოზი არა ძროხასთან თავის გაიგივება არის არ ვიცი ვკითხოთ ემოციურად გავაიგივე იმან გამოხატა ეს ის თავისი ძროხის ემოციურ ფონთან გავაიგივე თავის ძროხის ემოციური ფონი საინტერესოა სად დაინახე ანუ იმ დროს დაინახე ორღობეში მოდიოდა ბავშვობაში ყავდა გაცოცხლებული არა უშოს არმატიროთ ახლა რომ მიყავე არა ცუდი ვერ გავიგე არ არის ცუდი ტირილი საყვარელო და კარგი როცა საჭირო ყველამ უნდა ვიტიროთ ეს არის აუცილებელი ისეთი მოვლენა ჩვეულებრივი ამბავია ჩვეულებრივ ადამიანებს ემართება არსებობს ფსიქიკური პრობლემა არსებობს თავისებურება ინდივიდუალიზმი რომელიც უნდა მივიღოთ ჩვეულებრივ თავისთავად გვიყვარდეს ისეთი სულ საზოგადოებაში ნორმალური ადამიანები როგორებიც ვართ როგორებიც ვართ აბსოლუტურად დიდი მადლობა ტირილის სუბსტანცია რა ყოფილა თურმე როგორი მრავალშრიანი ემოციებია ყველაფერი და ქალბატონმა შორენამ ყველაზე მართებული ფრაზა თქვა რითაც უნდა დავასრულოთ მასთან საუბარი ადამიანმა უნდა გვიყვარდეს ისეთები როგორებიც არიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ მადლობა ბედნიერად ამ ბოლო პერიოდში ალბათ ყველანი შევამჩნევთ ბათუმის ქუჩებში წინა პლანზე წამოწეულია ქუჩის მხატვრობა ხო ერთ კორპუსზე მინახავს საოცარი პერსონაჟები ხნილებები, რომლებიც ზოგი გვიღიმის, ზოგი რაღაცას გვეუბნება და ასე შემდეგ. მოკლედ სტრიტ არტი გახვალთ ჩვენი გადაცემის შემდეგი თემა, რომელზეც სასაუბროთ საინტერესო სტუმარი გველოდება, ეს გახვალთ იოსებ ჯორბენაძე. შეიძლება ჩემი წილი სიტყვაც თქვა იოსებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შენ მოვიწვიოთ სტუმარი სტუდიაში და იოსებ ობძანდი. ობძანდი იოსებ. როგორ მიხარია ყოველთვის შენი დანახვა. როგორ ხარ? ესე იგი იყო დრო, როდესაც იოსებს არ ქონდა საღებავები იმისთვის, რომ რთულდაზებს რო სნელბედობის ჟამზე და ეხლა მოვიდა დრო, როდესაც აი ქუჩები მოხატა, ფესტივალები ჩაატარა მთელი ქვეყნის მასშტაბით და სისხლით ხატავდი მანდ. თხველების დახმარებით და ეხლა უკვე პერსონალურ გამოფენას აპირებს, ოღონდ ახრულ სივრცეში რომ მოვაწყოს, რა ხილია ეს, რა საინტერესო. ეს ის ხილია, რომლის გამოც ჩვენ ყველანი დღეს დედამიწაზე ვართ და დავკარგეთ 64, ასე შემიძლია გიპასუხოთ. ვიპოვე მაგ გამოფენაზე იმ 60 საუბმრობას. კი, არის გზა იქ ნაჩვენები, რითაც შეგვიძლია ჩვენ დავიბრუნოთ ზუსტად ის საწყისები, რაც ჩვენგანში არის ყველაში რა. და როგორ მიაგენი შენ ამ საწყისს? აი ქუჩებში, ბათუმის ქუჩებში. აი მოგიტანა აი ამ ხატვას საინტერესოა. საუბრობ როგორ დაიწყე, როგორ განავითარე და საერთო ჯამში რა მოგცა ამ ყველაფერმა. თუმცა სამ იოსები დაიწყებს საუბარს მაყურებელს განვუმარტოთ, იმიტომ ჩვენ ვიცნობთ იოსებს და შეხვდით როგორც ნაცნობს და მაყურებელს აუხსნათ სიტუაცია. იოსები არის სტრიტ არტისტი, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ქუჩის მხატვრობაზე, უზარმაზარი კედლები არის კონცეპტუალური ნახატებით მოხატული. ამ შემთხვევაში ახალი ამპლუა აქვს მას. სამუზეუმო სივრცეში იქნება გამოფენილი მისი ნამუშევრები და როდესაც ვკითხე იოსებს როცა ვკითხე რამდენიმე დღის წინ გვაპატია იოსებ დაუნთავე ჩემი სტუმარია იოსები ამ შემთხვევაში რამდენიმე ძალიან მინდა შენთან საუბარი მომენატრე როგორც რესპონდენტი ხო დავიწყოთ შეგვიძლია გავუცით ახლა კი რა თქმა უნდა დრო ერთობლივად ცალ-ცალკეც ახლაც ყავაზეც შემდგომ რამდენიმე დღის წინ იოსებს როცა ვკითხე რომ აი რატომ სამუზეუმო სივრცე ჩვენ ხო გიცნობთ როგორც სტრიტ არტისტ ასე რაღაცა მითხრა ძალიან ბევრი მეკითხება და მიკვირს რატომ აი რატომ იყო გასაკვირი ეს კითხვა საინტერესოა და ქუჩის მხატვრობა როგორ უნდა შევიდეს სამუზეუმო სივრცეში
ესე იგი street art და ქუჩის ხელოვნება ძალიან ეს გაკდა ხედავ როგორი დახვედრა მოგიწყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ street art-ის ყოველთვის ესეთ გარემოში უწევს მუშაობა მე მინდა აღნიშნო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის მხატვრები, ვისაც სახელოსნოში, კარგ გამოკეტილში, ძალიან სიმყუდროვეში და საკუთარ ფიქრების ხმარო გესმით, ეგეთ ადგილში ვხატავთ. ჩვენ ვართ მიჩვეული ბევრ ხმაურს, ჩვენ ვართ მიჩვეული ბევრ გამოლაპარაკებას და ხატვის პროცესში ხშირად ან ხელს გვიშლიან, ან პირიქით რაღაცა სტიმულს გვაძლევენ. ამიტომ ის სიტუაცია, რაც ჩვენ ყოველდღიურად ხდება, თუნდაც აქა ეს საყვარელი გარემო, ჩვენთვის არის ძალიან ნაცნობი, ძალიან სასიამოვნო. მადლობა თქვენ ყველას ამისთვის. შენ მადლობა. და მინდა გითხრათ და გიპასუხოთ იმ კითხვებზე, რაც თქვენ მითხარით, რომ street art-ი, რომელიც ქუჩებში იშვა და დაიბადა, ის აუცილებლად გადიოდა იმ გზებს, რომლებიც დღეს რაღაცნაირად ანარეკლია იმ აბსოლუტურად ყველა გზისა, რომელიც იმ street art-ში ჩვენ ერთად შევქმნით და ერთად ვიპოვეთ. მუზეუმს რაც შეეხება, მუზეუმის გზა ძალიან შორსჩანდა იმ პერიოდიდან და საერთოდ დახურული სივრცის არსი, ასე ვთქვათ, ჩემთვის, იმიტომ რომ მე მქონდა პერიოდები, როდესაც სტუდიაშიც მუშაობდი, ვხატავდი ტილოზე, მაგ იქვე კედლებს ვხატავდი, თუმცა ეს იყო ძალიან შემავიწროვებელი ჩემი შინაგანი სამყაროთვის. შესაბამისად, ბოლო 9 წლის მანძილზე მე ვხატავ ქუჩაში და ვაკეთებ ისეთ პროექტებს და ღონისძიებებს, რომლებიც პასუხობს ქუჩურ, მოდი ესე ვთქვათ, გამოწვევებს რა. და ეს კულტურა, რომელიც მიმოფანტულია ქუჩაში, არის ყველასათვის ხელმისაწვდომი. მუზეუმს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ძალიან არ ვიტყვი რომ სპონტანურად გადაწყდა ეს რაღაცა, იმიტომ რომ 25 წლის თავზე მინდოდა დამთხოვდა ჩემი პერსონალური გამოფენა. ფაქტობრივად 25 წელი ვემზადებოდი მთელი ჩემი შემოქმედებით და მთელი ჩემი არსით, რომ შემდგარი იყო ისეთი სახის ღონისძიება, რომელიც დახურულ სივრცეში შეიტანდა იმ გამოცდილებას, რაც მე ქუჩაში მიმოფანტული, აი ნაპერწკლებით მოვაგროვე და ერთი დიდი ცეცხლი დავიჭირე ჩემთვის და შესაბამისად ეს ცეცხლი, რომელიც დაინდო ამ ნაპერწკლებით, დღეს გამოფენის სახით 10 მარტს წარმოგვიჩნდება და ყველანი შევძლებთ ამ ცეცხლით შევწყვეტ. ტილოებზე გაქვს გადატანილი შენი შემოქმედებითი წარმოსახვის ეს მინდა რომ ცოტა სიურპრიზად დავტოვოთ, იმიტომ რომ იქ დაგხვდება ჩვენ ფოტოგრაფია არ არის. ფოტოგრაფია ნამდვილად არ არის, მაგრამ ფოტოგრაფები იქნებიან იქ ასე რომ სად გაიმართება გამოფენა? ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე, მთავარი მუზეუმის გვერდით არსებულ გალერეაში. ხელოვნების მუზეუმი. კი, დიახ, სადაც ეს გალერეა არაერთხელ დათმობია ისეთ მხატვრებს და ისეთ გამოფენებს, რომლებიც მართლაც ისტორიაში არიან და ისტორიაში უნდა შევიდნენ. რამდენი ნაშრომი გაქვს და იცი რა მაინტერესებს, აი ქუჩაში ხატვის პარალელურად შექმენი ეს ნახატები თუ აი დაასრულა ეს ეტაპი და ახლა იცი უკვე ტილოებს, არ ვიცი, არ გვიმხელ, გრაფიკა შეიძლება იყოს, სხვა ვერსია არა მაქვს. ბოლო პერიოდში შექმენი თუ პარალელურად იქნებოდა? მე ვარ ადამიანი, შემოქმედი, რომელიც თუმცა მე ვიცი რომ სახში შენ ტილოზე მუშაობდი. კი, მე ვარ ხელოვანი, რომელიც ცდილობს ერთ საქმეს რო დაიწყებს, ის დაასრულოს. ან მაგალითად ასე ვარ ურთიერთობებშიც, კომუნიკაციებშიც და საერთოდ ჩემს საქმიანობაში თუ ერთ ადამიანთან ვარ ორიენტირებული და მასზე ვახდენ კონცენტრაციას, მე მაქსიმალურად ბოლონდები ვიღებ მისგან იმას, რაც ჭირდება და მეც ასევე გავცემ ბოლონდი ის, რაც საჭიროა და შემდგომ გადავდივარ შემდეგ საკითხებზე და შემდეგ ქმედებებზე. შესაბამისად, ვერ ვიტყოდი, რომ street art-ი, რომელიც ასე ცალკე დამთავრდა და შემდეგ ტილოზე გადავედი რა. იმიტომ რომ ეს გავს დაახლოებით ისეთ რაღაცას, რომ აი ერთ ადამიანთან ურთიერთობას მოუჩი და შემდეგ მეორეზე გადავედი რა. ეგეთი რამ არ მრჩევია. შესაბამისად, მე მიყვარს, როდესაც ვხატავ ქუჩაშიც, სახლშიც და ჩემი ხელოვნება და ჩემი ხასიათი არის განფენილი იქ, სადაც ვარ. იოსებ, თქვენი სოციალური მესიჯები რა არის, ხო? Street art-ი ეს არის კონცეპტუალური ნამუშევარი, რომელიც შესაძლოა კონკრეტულად დიდ მასშტაბებში ადამიანმა დაინახოს და მიიღოს კონკრეტული მესიჯი, ხო? ზოგადად რა ტენდენციებია მსოფლიოში, რაზე გვესაუბრებიან თანამედროვე street art არტისტები და რა არის შენი სოციალური მესიჯები ქართველებისადმი საინტერესოა? ძალიან საინტერესო კითხვა. street art ყოველთვის იყო, არის და იქნება ის საპროტესტო ნოტა, რომელიც ყველა ადამიანს ძალიან ჭირდება და ერთგვარი გამოფხიზლება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის მარტივი მესიჯები, რომელსაც ყველა მიიღებს რა. შენ შეგიძლია გაუშვა ეს მესიჯი ქუჩაში და ერთნაირად მიწვდება ნებისმიერი ეთნიკის, აზროვნების თუ ასაკის პიროვნებას. მინდა აღვნიშნო, რომ სოფლიოში ეს გაბატონებულია ეს აზრი და ძალიან კარგადაც ვზვინვარებს და ისტორიულად მოდის ესე და ინარჩუნებს თავის ხასიათს და მე მინდა ვთქვა, რომ ბათუმმა შვა ჩემი სტილი, ჩემი სტილისტიკა და მე ვარ თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ამ ქუჩებმა შვა. შესაბამისად, ეს ყველაფერი გამოხატულია ცოტა სხვა კუთხით, ცოტა სხვა სტილისტიკით. რა თქმა
უნდა მე ვარ იმ არტისტების რიგში, ვინც არალეგალურად დაიწყო ხატვა, ვინც გააკეთა პოლიტიკური განცხადებები, ვინც გააკეთა ცოტა ესე ვთქვათ სოციალური და სოციალური ფრაზები, დიახ. შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა და დღემდე ლავირებად პროცესია, იზრდება, იცვლება და ფორმირდება. ანუ თავიდან ბოლომდე გამოცურულია ბათუმის სტილისტიკიდან. ჩემი აზრით ბათუმური სტილია, ქართული სტილია ნამდვილად. ეგ იგრძნობა ნამდვილად ბათუმის წიაღიდან მოდის ეს ხელოვნება, თუმცა რა არის საინტერესო, რას გულისხმობ ბათუმში რაღაც ურბანულ სივრცეს კონკრეტულ დროში თუ გულისხმობ ხასიათს ადამიანებს, შენს პირად ბიოგრაფიას, გამოცდილებას, წლებს, ურთიერთობებს, არ ვიცი, ეზოს თუნდაც. ბათუმი ნამდვილად არის სიყვარულის ქალაქი და გრძნობების ქალაქი, რომელიც არ გტოვებს გულგრილს, არ გტოვებს მარტოს და იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი თავს გრძნობს რაიმე სახით დაჩაგრულს. ანუ ეს ძალიან ცუდი სიტყვა, მე არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ რაიმე ფორმით ყოველთვის ადამიანი ცდილობს რომ ემოციურად ვიღაცა რაღაცით დაიჯაბნიოს და დაჩაგროს რა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და ბათუმი ასეთ რაღაცებს არავის არ პატიობს რა. ბათუმს აქვს უნარი ყველაფერი გადააქციოს სიყვარულად, იყოს მშვიდობის ქალაქი, იყოს მშვიდობის მტრედი, ასე ვთქვათ, და ხელოვნებაში და არა მარტო ხელოვნებაში გამოსცეს ის სიყვარული, რაც შეიძლება გათითო-კაცებულ საზოგადოებაში მაინც ჩაკარგული იყოს. შესაბამისად, შენ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ჩემი პატარა განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაც მე ამ ქალაქის ქუჩებში, შენობებში, სახლში, ოჯახში, მეგობრებში და საზოგადოებაში ვისწავლე, გამოხატულია აი ზუსტად ამ ფორმით, ამ სიყვარულის ფორმით. შენ თქვი ასეთი ფრაზა, რომ ეს არის მართლაც რაღაც საპროტესტო ნოტა და ეს შეტყობინებები უნდა აღიქვას საზოგადოებამ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ დაწერე სტატუსი, გაზიარე ფოტო შენ ნამუშევრის და ზედმოთ გეწერა ასეთი ფრაზა, რომ აი როგორ უყურადღებოთ ტოვებს საზოგადოება ნამუშევარს. აი რამდენად არის ზოგადად ჩვენს ქვეყანაში კულტურა აღქმის street artists და რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ უფრო მეტად აღვიქვათ ეს ნამუშევრები ფაქტობრივად გალერეაში ვცხოვრობთ ხო? ქალაქის ქუჩები არის გალერეა და არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, იმიტომ რომ ბოლო 9 წლის მანძილზე მე რო ვუყურებ, ჩემი ნახატები დაიწყო აი ამ ზომით და გადის იმ ათეულობით კვადრატულზე, რასაც ჩვენ წესით ძალიან მარტივად უნდა ვხედავდეთ და ვამჩნევდეთ. მე არ მჩვევია სოციალურ ქსელში ისეთი რაღაცა პოზიციური აზრების დაფიქსირება და ჩემი აზრით ეს ყველაფერი მაინც დემაგოგობაზე გადის, მაგრამ ძალიან მიყვარს პირად საუბრებში და ურთიერთობებში ამ რაღაცებზე საუბარი, იმიტომ რომ საქმე მაინც თავისით საუბრობს. ის გულისტკივილი, რაც თქვენ დაგიჭერიათ ჩემს პოსტში, რომ ხალხი თითქოს უყურადღებოთ, გადის ჯერ ეს ძალიან კარგი კადრი იყო და მადლობა ფოტოგრაფს ამ კადრისთვის. მეთევზე ნიკო პიროსმანის ბავშვობის მეთევზე იყო ეს პოსტი რა. ეს არის გოგებაშვილის ქუჩაზე ეს ნამუშევარი მაღალი შენობის. ხალხი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ამჩნევს, მე ვარ მადლიერი ამ საზოგადოების, იმიტომ რომ არა მათი თვალი, რომ არა მათი შეხედულებები და შეფასებები ხომ არ გაიზრდებოდა ჩემი ხელოვნება და ეს ღვთისდალოცვილი გზა, რომელიც ესე ყვავილებით მიმოიფანტება ზოგჯერ და ზოგჯერ ეკლებით არის სწორედ ამ საზოგადოების აზრიდან გამომდინარე. ხალხი თუ ამას ვერ ამჩნევს, ეს იყო ის გულისტკივილი, რომ ყველას აქვს თავისი შინაგანი მაკროსამყარო, რომელშიც თავჩახრილები დადიან და ყოველდღიურ პრობლემებს ებრძვიან. მე ჩემ ვალდებულებას სწორედ ამაც აღვიქვამ, რომ ასეთ ხალხს მიუკაკუნო კარზე და ძალიან არაუხეშად, ძალიან ნაზად და მშვიდად შევახსენო, რომ არსებობს შემოქმედება, არსებობს ხელოვნება, არსებობს სილამაზე, სიყვარული და მე სწორედ ასეთ ხალხის ცოტათი არ მესმის, ვინც ამ რაღაცებს ძალით არ ამჩნევს, იმიტომ რომ ნიკო პიროსმანი მე არაერთხელ მithქვამს, ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ street art artist-ი დაჩამურადღების მიღმა აი ცოტა ლამაზად რო ვთქვათ, ესე გამოდის, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს იმაზე დიდი საფიქრელი, ვიდრე ხელოვნება და ეს ძალიან სამწუხაროა. იოსებ, ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება, მოდით კიდევ ერთხელ გვითხრით street art-ის შესახებ, რომელმაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მუზეუმში გადაინაცვლა. აი ამ კოლაბორაციის შესახებ. კი, ხო, აი ამ დიდმა street art-მა გადაინაცვლა მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში. დავაანონსოთ თქვენი გამოფენა, ამ კოლაბორაციის შესახებას მოგვახსენეთ და დაგემშვიდობთ. კი ბატონო, 10 ბარს 4 საათზე გაიხსნება ეს არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელიც გვპირდება ბევრ სიურპრიზს.
პირდება ბევრ პერფორმანს, ისეც რომელიც ამ ქალაქს ჯერ არ უნახავს. ასევე ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სტრით არტისტი შედის მუზეუმის გალერეაში და წარმოაჩენს აკადემიური კუთხით იმ ყველაფერს, რაც მართლაც ქუჩაში იშვა და უფორმოდ იშვა. არ არის შემთხვევითი, რომ ამ გამოფენას დავარქვით ქუჩის ხელოვნების აკადემია და სწორედ ამ სათაურის ქვეშ გამოიცა წიგნი, რომლის პრეზენტირებაც იქნება, ეს არის ჟურნალი წიგნი, რომელიც ბოლო 8-9 წლის მანძილზე არსებულ შემოქმედებით პროცესს ასახავს. ასე რომ მე მინდა რომ ვუთხრა ხალხს, ბათუმელებს განსაკუთრებით, რომ ეს არის ზუსტად ის დღეს, როდესაც ეს ფორმები გაერთიანდება, მიიღებს აკადემიურ ლამაზ ჩარჩოს და ჩვენ ერთად შევხედავთ ამ ისტორიის ახალ ნაბიჯს. სმოკინგს ჩაიცვავს, მოკლედ ადმარს. ბათუმელთათვის. დიდი მადლობა. ცოტა რისკია, შემცველი ხომ არ არის საკუთკითხო. მე უბრუნდები ისევ ქუჩას? მე ქუჩიდან არც კი წავსულ. მადლობა იოსებ. დიდი მადლობა გესურვებთ. მოდივარ გამოფენაზე 10 ელოდებით ყველას დისიებუნებ. გაზაფხულის მე-10 დღეს ხელოვნების მუზეუმის პატარა გალერეაში დიდი მადლობა. ხართ. ზოგჯერ როცა გვინდა ჩვენ საყვარელი ადამიანების განცდები გავიზიაროთ და დავანახოთ მათ, რომ ემპათიურები ვართ მათი ტკივილის ან სიხარულის მიმართ, ძალიან კარგი ჟესტია წიგნის ჩუქება. ბუნებრივია წიგნის შინაარსი აბსოლუტურად უნდა ირეკლავდეს ჩვენი აზრით იმ შეგრძნებებს, რომელსაც საყვარელი ადამიანი განიცდის და ამით კულტურული და ძალიან ემოციური კავშირი არის როგორც გამცემს, ასევე მიმღებს შორის. როგორ შევარჩიოთ წიგნი ოსტატურად, ისე რომ აბსოლუტურად ის სწორი გზავნილები გადავიტანოთ და მივცეთ ადამიანს, რომელიც იმ მომენტში ძალიან ჭირდება და მისთვის არის საკრალური, თემაზე ისაუბრებს მარი კორინთელი, გამომცემელი, ჩვენი კოლეგა მობრძანდით მარი, გამარჯობა. ვის თუ არა მარის უნდა ვკითხოთ აზრი ამ თემაზე. მადლობა. წიგნის ჩუქება ძალიან ლამაზი კულტურული ფენომენია, ხო? სხვათა შორის ყველაზე სასურველი საჩუქარი ყოფილა წიგნი ფინეთში. ამას წინ წავიკითხე და ვისურვებდი რომ საქართველოშიც ესე იყოს უახლოეს მომავალში. კი, ჩემთვის არაერთი წიგნი უჩუქებია, მარის ძალიან მადლიერი ვარ, ჩემს საცავში როცა ჩავიხედავ და ის წიგნები იქ არის, თან წარწერით, განსაკუთრებული მოგონებები ცოცხლდება, მოგონებები წიგნები ბათუმისა. ხო. მეტი გამოცემული წიგნები, ძალიან ლამაზი ილუსტრაციებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. როგორ არჩევ წიგნს, როცა გინდა რომ ადამიანს საჩუქო, ამით ანუგეშო, ამ პირიქით გამხიარულო, გვესაუბრე მეთოდებზე, რომელსაც იყენებ ასე დროს. მოგესალმებით. კი, წიგნი ნამდვილად ძალიან კარგი საჩუქარია, მაგრამ ამასთანავე წიგნის ჩუქება, როგორ თქვა, სახიფათო სვლა არის, იმიტომ რომ საინტერესოა. ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია, რომ თუ ადრესატს კარგად არ იცნობ, მაინც და მაინც ვერ მიხვდე, თქვა, რა მოეწონება, რა რეაქცია ექნება. აი სუნამოსავით არის, ხომ იცით, სუნამოს ჩუქებაც ძალიან სახიფათო თამაშია, ასე ვთქვათ, პრეტენზიულია კი და ასევე მიმეჩნია წიგნის ჩუქება, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს რაღაცა წიგნები, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეიძლება მოარგო. მაგრამ იმისთვის რომ წიგნი მოაწონო შენი საჩუქრის ადრესატს, ამისთვის კიდევ არსებობს რაღაცა ბევრი ხერხები და მაგალითად ის რომ აი მე ძალიან ისეთი ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს წიგნების შერჩევის სხვა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში თქვა წიგნების მაღაზიაში ვიყავი მრჩეველი ამ წიგნების, როგორც გამომცემელიც წიგნის ფესტივალებზე, რა ვიცი, ათასობით ადამიანს ვურჩევ ხოლმე წიგნებს და დღესაც როგორც თქვა გამომცემელი ან როგორც წიგნის კლუბში ბავშვებს მოზარდებს, დიდებს, რა ვიცი, ყოველდღიურად ფაქტობრივად უამრავი ადამიანისთვის მიწევს წიგნის შერჩევა, ან აზრს მეკითხებიან და ჩემი აზრის გაზიარება ვთქვათ, რა შეიძლება წაიკითხონ. და ვუსვამ ხოლმე კითხვებს, რაც მჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ზოგადად მოვხაზო. შეიძლება სხვისთვის მკითხონ, ხო? რჩება, აი, რა მოეწონება თქვენი აზრით, ვთქვათ, 40 წლის ქალს, რომელიც ეძებს ცხოვრების საზრისს, ვთქვათ, აკარგულებს ცხოვრების საზრისს, ხო? აი ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. პირად ინფორმაცია ბევრს ნიშნავს. ბატონო, შეიძლება მისტერიებიც. აი ამ ტიპის ინფორმაციის მიღება ძალიან ბევრს ნიშნავს. გახსოვს ერთხელ კითხე ზუსტად, აი რაღაც ქალბატონის შესახებ გითხარი და ზუსტად მირჩია. კი, მახსოვს, მაგიტომ თქვია, კი, შემწარი მწვანე პომიდრები გირჩია.
როდესაც ადამიანს თხოვთ წიგნი შეგვირჩიოს, იქნება ეს მაღაზიის კონსულტანტი, იქნება ჩვენი აზრით კომპეტენტური მრჩეველი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავცეთ ადრესატის შესახებ, ან ჩვენ შესახებ თუ ჩვენთვის გვინდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. რასაკვირველია, აქ არ იგულისხმება პირადი ცხოვრების დეტალები, მაგრამ ასაკი, პროფესია, ინტერესები, მინიმალურად რა ეტაპზე ხარ ცხოვრებისეულად, თქვათ შეიძლება რაღაც სულიერად გადიხარ ისეთ რთულან საინტერესო მოგზაურობას, ამ დეტალების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად დღევანდელი მსოფლიოდან გამომდინარე რა პროცესებსაც ჩვენ ვხედავთ ტელეეთერით, სოციალურ ქსელში, საინტერესო დროა ჩემი აზრით, მაინც აქედან გამომდინარე რა შეიძლება ურჩიოთ მაყურებელს, რა წიგნი წაიღოს. უნივერსალური ხო, ალბათ, რაც ყველას მოეწონა. საინტერესო დრო არის ხო და ეს ერთგვარი წყევლა ხო, იცით ალბათ, ჩინური წყევლა საინტერესო დროში გეცხოვროს. ბატონო. იმდენი წიგნია მთელი ცხოვრება არ არის საკმარისი მე მგონი რომ ნამდვილად ასეა განცდა მაქვს მაღაზიებში შესვლა. აი კონკრეტული ვითარებისთვის, კონკრეტული, მოდი ეპოქა ვთქვათ, ეპოქისთვის. მიმდინარე გლობალური მოვლენებისთვის ყველას ვურჩევდი მარგარეტ ეტვუდის ორი წიგნის წაკითხვას. ეს არის მხევლის წიგნი და ეს არის ორიქსი და კრეიკი. ორივე ნაწარმოები არის დისტოპიური ჟანრის. და ვფიქრობ ისევე როგორც დისტოპიათა უმრავლესობა, ეს ორივე არის ერთგვარი პოლიტიკური წინასწარმეტყველება, რომელსაც მარგარეტ ეტვუდი გვთავაზობს, ალტერნატიული განვითარება მოვლენების, როგორც ის ხედავს. და მე მგონია, რომ როდესაც ამ წიგნებს წავიკითხავთ, გაცილებით უფრო ღრმად დავინახავთ მიმდინარე პროცესებს, ზედაპირულად არა. კიდევ უფრო სხვა მხარეებს დავინახავთ, კიდევ უფრო კრიტიკულად მოაზროვნენი გავხდებით იმ ყველაფრის მიმართ, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და საერთოდ მგონია, რომ არ ვიცი ის ხუმრობა თუ ნახეთ, ახლა ძალიან პოპულარული ხუმრობა ინტერნეტში, ვითომ ორუელი რომ ამბობს, რომ 1984 მე წინასწარმეტყველებად დავწერე, ინსტრუქციად არ დამიწერია, იმიტომ რომ ყველაფერი ზუსტად არის არეკრილი. ზუსტად ახდა. აი მარგარეტ ეტვუდის ეს ორი რომანი მგონია რომ ჯერ არ ამხდარა, მაგრამ აღარაფერი უკლია და თუ გვინდა რომ რაღაცნაირად ჯანსაღად დავაკვირდეთ მოვლენებს და მოვემზადოთ, იმიტომ რომ საინტერესო, თუმცა სახიფათო დროში ვართ, ვფიქრობ, აი ამისთვის ყველას ვურჩევ ამ ორი დისტოპიის წიგნს. ძალიან მომეწონა ყვითელი შპალერი, რომელიც ეხება ქალების პრობლემებს და პრინციპში ეს არის რაღაც პირველი პერიოდი, პირველი ხაზი ქალების ცდელობისა ისაუბრონ მათ შინაგან მდგომარეობაზე, რომელიც აისახება გარეგანზე და საზოგადოებასთან და ადამიანებთან ურთიერთქმედებაზე და ცოტა დეფიციტურია, მეგონა ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში იყო დეფიციტური ქართული ლიტერატურა, თუმცა ეს სალომე ბენიძე ხშირად ეხება ქალების პრობლემებს, რაც ასევე ძალიან სასიამოვნოა და ის შაშუ მაყვალი, რომელმაც ძალიან კარგი ისეთი აკორდი მოგცა ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად შეკრა წრე აი ამ თემებზე სწორი მიმართულებებისა და სწორი აქცენტების დასმისა. რა ეტაპზეა ახლა ქართული ლიტერატურა დღეს საქართველოში, რაზე იწერება ძირითადად და ბოლო პერიოდის მოვლენები თუ ახდენს სოციალურ პროტესტს გულისხმობ გავლენას მწერლობაზე. რა თქმა უნდა ახდენს და საერთოდ აბა მწერლობაც სხვა რა არის, თუ არ აირეკლა მიმდინარე პროცესები, ხო? მწერლობა ყოველთვის რაღაც ერთგვარი პოლიტიკური, სოციალური მოცემულობებიდან იშვება ხოლმე ხატრული ნაწარმოებები. როგორც კინემატოგრაფია და ხელოვნების ხოთა. შეიძლება ავტორს ეგონოს, რომ არ აირეკლავს, მაგრამ მაინც აირეკლავს, იმიტომ რომ ამ კონტექსტისგან სრულად მოწყვეტა ფაქტობრივად შეუძლებელია, ვფიქრობ. ამიტომ დღეს კი ნამდვილად ბევრი იწერება პოეზიაც, პროზაც მიმდინარე მოვლენებზე და რა ვიცი, როგორიც არის მსოფლიო ტენდენციები პრინციპში ლიტერატურაში, ისეთივეა საქართველოში. სამწარმოებს ახლა ქუჩაში ვხედავთ ძირითადად, ვიდრე ვთქვათ საწარმოებებს. ხო, მაგრამ ლიტერატურა ეს ხომ არ არის რაღაც, ასე ვთქვათ, რომ აი აუცილებლად 9-დან 6-მდე სადღაც სამსახურში უნდა იყო, როდესაც ისინი ქუჩაში დგანან, ამ დროსაც იწერება ლიტერატურა. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს მთავარ თემას, ვისაუბრეთ გაჩუქებაზე და ასე თუ ისე წარმოდგენა შეგვექმნა თუ რა კრიტერიუმები გავითვალისწინოთ სანამ წიგნს ვაჩუქებთ, ადრესაც ახლა გათხოვებაზე, წიგნის თხოვებაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ ძალიან მრცხვენა იმ ადამიანთა რიცხვში ვარ, რომელსაც 7 წელია სახლში აქვს ჩემი მეგობრის ტრამალის მგელი და რაღაცნაირად კი უგზნობ ამ ერთგვარ რაღაც უხერხულობის განცდასაც დააბრუნე ეს წიგნი, თუმცა თან მიხარია
რომ აი მისი ნაჩუქარი წიგნი სახლში მაქვს. თუმცა აუცილებელია უკან დაბრუნება. რამდენჯერ ყოფილხარ მსხვერპლი ამ გათხოვებული წიგნის უკან აღარ მიღების და თავად თუ მიგითვისებია სხვისი წიგნი, ცოდვა გამხელილი ჭობს. კი, მიმითვისებია. და მეც ჩემიც ხშირად მიუთვისებიათ. ამაში სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ტრაგიკულს ვერაფერს ხედავ. ვიცი ადამიანები, რომლებიც, რა ვიცი, დაკარგავენ ადამიანს ამის გამო. რასაკვირველია, ნათხოვარი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, ამაზე არ ვსაუბრობ. აქ მეორე ფაქტორიც არის წიგნის საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და ნუ როდესაც გაიმეტებ და შემდეგ ხო გაიმეტებ რაღაც დიდ თანხას. არა, მაგას ვერ დავეთანხმები, როგორ არ არის ხა. ის რაშიც, რა თქმა უნდა, ის რაშიც ძალისხმევა იდება, რაშიც უამრავი რესურსი იხარჯება, ხა მე ხომ ვიცი თქვათ რა შრომასთან და რა თუნდაც ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, თუნდაც ერთი წიგნის გამოცემა და რასაკვირველია ამის ქურდობაც ალბათ ქურდობაა, თუმცა ცოტა ისეთი კეთილშობილურად და რომანტიკულად შეგვიძლია. ამიტომ რომ წიგნის ყიდვა უკვე ფუფუნება, მით უმეტეს შეიძლება დაიწყო არ მოგეწონოს და გენანება თანხა გაქვს გადახდილი, მართლა სერიოზს ყოველს გქონია ეგეთი მომენტი, ხო? იმიტომ საკმაოდ ძვირი ღირს განსაკუთრებს, როცა ბესტსელერს ვკითხულობ და ან რაღაც კლასიკას გამორჩეულს და განსაკუთრებულს, ხო? სხვა შორის ესეც და მოდი ჯერ ამას გკითხავ, წიგნის ფასი განსაზღვრავს თუ არა მის ხარისხს და მის კონტენტს? არა, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს, იმიტომ რომ სრულიად ისეთი კონკრეტული კრიტერიუმები არსებობს, რითიც წიგნის ფასი დგინდება. ეს არის საავტორო უფლებაში გადახდილი თანხა, მთარგმნელის ჰონორარი, ქაღალდის ხარისხი, სტამბის ხარჯები და ეს უფრო პროზაული კრიტერიუმები განსაზღვრავს წიგნის ფასი. ეს აბსოლუტურად არის შედევრია და მაშინ მეორე კითხვა. არის ერთი კონკრეტული გამომცემლობის აპლიკაცია, თვის განმავლობაში იხდი რაღაცა მიზერულ თანხას, სამაგეოდ კითხულობ იმდენ წიგნს რამდენიც გინდა, თუმცა აი ამ რაღაცა ინტიმურობას წიგნთან ისე ხელში გიჭირავ და ფურცლავ, კარგავს. აი ამ გამოწვევაზე ვისაუბროთ, ონლაინ წიგნები არის საფრთხე თუ არის ის მოცემულობა, რაც უნდა მივიღოთ? ეს არის მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ. სრულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ონლაინ წიგნების პირიქით, ძალიან მომხრე ვარ, რომ განვითარდეთ უფრო და უფრო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, უბრალოდ შეუძლებელია ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თანაც წიგნი ყოველთვის ყველა ეპოქაში იცვლიდა ფორმას, ქვიდან დავიწყეთ და მოვედით ელექტრონულ მასალამდე და ალბათ კიდევ შეიცვლის ფორმას და შეიძლება რაღაცა ჰოლოგრამების ფორმის გახდეს, აუდიო წიგნები ჩნდება. ამიტომ მე ამას საერთოდ არ ვუყურებ ტრაგიკულად, არ მიმაჩნია რომ მაინც და მაინც კონკრეტული მასალა უნდა გვეჭიროს ხელში იმისთვის, რომ წიგნი დაერქვას, მთავარია რომ შინაარსი არ იცვლებოდეს და დანარჩენი ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია რა მასალიდან წავიკითხავ. რა თქმა უნდა, მესმის სრულიად იმათი, ვისაც ნაბეჭდი წიგნი ურჩევნია, ამ ეტაპზე მეც ასე მირჩევნია, იმიტომ რომ კი არის ნამდვილად ეს შეხება, სუნი, რაღაც თავისებური განცდები. სხვა ესთეტიკა, მაგრამ მოვა თაობა, რომელსაც საერთოდ არ ეცოდინება ეს ესთეტიკა და ამაში არაფერი იქნება ტრაგიკული. მარი, როცა ხელმძღვანელობ წიგნის კლუბს და ამდენი სხვადასხვა მსოფლმხედველობის ღირებულებების მქონე ადამიანები იკრიბებიან და შემდეგ შესთავაზო ის ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ყოველთვის უნივერსალურად იქნება მორგებული და საინტერესო. ამ შემთხვევაში რით ხელმძღვანელობ? ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობ მნიშვნელობით ამ ნაწარმოების. არ არის აუცილებელი, რომ ყველას მოერგოს, ყველას გემოვნებას. ვარჩევ წიგნებს კლუბში წასაკითხად იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაწარმოები, რა კვალი დატოვა, ვთქვათ, მსოფლიო კულტურის განვითარებაზე, რაიმე მნიშვნელოვანი პროცესები თუ დაძრა, ან რაღაც კლასიკად თუ შემორჩა ამ კრიტერიუმებში. როცა ვადევნებ თვალს თქვენს ფოტოებს წიგნის კლუბის, სულ ქალბატონები არიან. ეს გენდერული დისბალანსი რატო არის თქვენი აზრით? არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მაქვს ამაზე პასუხი, ეს მეც მაკვირვებს ხოლმე. წარმოიდგინეთ 70-ზე მეტი ქალი და 4 მამაკაცი, ასეთი იყო. ასეთია სტატისტიკა ჩემი წიგნის კლუბის მისი დაარსების დღიდან, წელიწად ნახევრის განმავლობაში. სხვათა შორის, აი სხვა კლუბებსაც რომ ვაკვირდები, ვთქვათ, იოგას წრეებს, აი სადაც თავშეყრაა საჭირო და რომ სადაც ინდივიდუალური დასწრება კი არ არის, არამედ რაღაცა ჯგუფური აქტივობებია. აი ყოველთვის მამაკაცების ნაკლებობას ვაჩნევ, არ ვიცი არ მოხდა. ეს სილამაზე საბოლოოდ სოფლიოს გადაარჩენს იმედია. აი დაახლოებით წიგნის კლუბის რეკომენდაციით, თქვენი რეკომენდაციით
რამდენი ხანი უნდა იკითხოს წიგნი მოზარდმა, რათა შევაყვაროთ წიგნი და თუნდაც ზრდასრულა. მე ხშირად მსმენია, რომ აი თუ დავიწყე კითხვა ვერ ვშორდები და სხვა საქმე მრჩება გვერდით და უნდა ჩაუჭდა ვერ ვშორდები წიგნს და ვიღაცა კიდე ამის გამო არ იწყებს წიგნის კითხვას, ხო ეს აბსოლუტურად ალოგიკური მიზეზია, თუმცა რა რეკომენდაციას დღეში რამდენი წუთი შეგვიძლია, რა პერიოდი შეგვიძლია წიგნის კითხვა დღის განმავლობაში, როგორც მოზარდისთვის, ასევე დიდისთვის. მოზარდის და დიდის შემთხვევაშიც ალბათ ერთი და იგივე პასუხი მექნება. ეს დამოკიდებულია რამდენად დაკავებული ვართ სხვა რაღაცებით დღის განმავლობაში. იმიტომ რომ მაგალითად ჩემთვის სრულიად სხვა მოცემულობა, იმიტომ რომ ჩემი ყველა სამსახური, სადაც მუშაობ, წიგნის კითხვას უკავშირდება და ვთქვათ ფინანსისტისთვის აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, ხო? იმიტომ რომ მისი დღის უდიდესი ნაწილი სრულიად სხვა აქტივობებს უკავია. კი ბატონო. მე ვფიქრობ, მაქვს ასეთი რჩევა, რომ აი დღეს ძალიან პოპულარულია რაღაცა რუტინების მიყოლა, რაღაცა რეჟიმის პოპულარიზაცია, ხო? აი თუ ადამიანებს ზოგადად სოფლიო ტენდენცია ასეთი, რომ რაღაცა დისციპლინირებული უნდა ვიყოთ, დღის გეგმა მკაცრად უნდა გქონდეს პრიორიტეტები, კი, პრიორიტეტები. მე ვფიქრობ, რომ აი ამ მკაცრად გაწერილ დღის განრიგში 10 წუთი რომ დავუთმოთ, მაგალითად ძილის წინ კითხვას, ამას ისედაც აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და თანამედროვე მსოფლიოს ინსომნიის პრობლემა აქვს, კი, ძალიან ეხმარება, ხო? ეს გაჯეტების გადადება და კითხვა. ვფიქრობ, რომ აი ისევე როგორც დილით 10 წუთი გაწელვებს ასრულებ, ისევე როგორც აუცილებლად სვამ გაღვიძებისთანავე ერთ ჭიქა წყალს, ისევე როგორც ცდილობ ადამიანი რომ რაღაცა ხელმისაწვდომი ჯანსაღი ჩვევები იქონიო დღის განმავლობაში. აი ამ ჯანსაღი ჩვევების პრიზმიდან უნდა შეხედო 10 წუთიანი კითხვის ჩვევას. და შემდგომში ეს დრო ან გაიზრდება, ან არ გაიზრდება, დარჩება 10 წუთი, მაგრამ არაფერს ესეც ჯობია. კარგი რჩევა. თავარი არის შევარჩიოთ ის წიგნი, რომელიც დაგვაინტერესებს და ჩავკითხავს. რითი ვიხამძღვანელოთ ამ შემთხვევაში, ან მეგობრის რჩევით, თქვენი რეკომენდაციით თუ მაგალითად ყველაფერი შეიძლება გამოდგეს. მაგალითად, არ ვიცი, ანოტაციაც შეიძლება გამოდგეს, თქვათ ბუქტოკი და ბუქსტაგრამი როგორც უწოდებენ, ანუ ესეთი მოდით მაშინ სარეიტინგო სივრცე გუდრიცი არის ესეთი საიტი, რომელზეც დგება ხოლმე აი IMDb-ის ნაირად, თქვათ როგორც ფილმების რეიტინგი დგება ისე. მარიმ ეპოქის გამოძახილის წიგნები გვირჩია, რაზედაც მადლობას მოვახსენებ. მარგარეტ ეტვუდი დავიმახსოვრეთ. მოდი ახლა გადაცემის დასასრულს რომანტიკოს ადამიანებს ვურჩიოთ, რაიმე წიგნი და ამით დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს. რომანტიკოს ადამიანებს ვურჩევ არაჩვეულებრივი თანამედროვე ფრანგი მწერლის ანა გავალდას რომანს უბრალოდ ერთად. კი ბატონო, უბრალოდ დავდივად ვურჩევ, კი ბატონო, რეკომენდაციას უწევ და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ ასეთი რამ, რომ თუ რა წიგნს ჩუქნი ადამიანს, ეს იქნება ძალიან ახლო მეგობარი, თუ არ იქნება ახლო მეგობარი, ეს ძალიან ბევრს მეტყველებს ჩვენზე, ჩვენს ღირებულებებს და პრიორიტეტებზე. დიდი მადლობა მარიკო რითელი იყო ჩვენი სტუმარი, დროა ჩვენს მაყურებელსაც დავიმშვიდობოთ, ხოლმე გემშვიდობებით დროებით. აბა ბედნიერად.